დავიწყოთ, თქვენ უყურებთ ალექსი ჩიქოვანის დიდ პოდკასტს, სადაც საუბარი მიდის ბრენდინგზე, სტრატეგიულ ბრენდინგზე, სტრატეგიაზე. გადაცემის პარტნიორები არიან TBC ბიზნესისთვის და აზროვნების აკადემია. დღეს ვყავს სტუმრად გიორგი ასათიანი, რომელიც არის ოქტოპუსის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ოქტოპუსი არის სავარჯიშო კლუბების ქსელი, ესეა? კი, ეგრეა. სავარჯიშო კლუბი, ესე ქვია, როგორ ფიტნეს კლუბი, კი ბატონო. ესე იგი, სანამ სტრატეგიას და ბრენდინგზე გადავალთ, მოკლედ რომ მითხრა ოქტოპუსის ისტორია. თან მე მგონი თუ არ ვცდები, ჩემი სტუმრებიდან მე მგონი ერთადერთი ხარ, ვისაც თავიდანვე ქონდა სტრატეგია. ოღონდ ამაზე ცოტა გვიან ვილაპარაკოთ, ხო? კი ბატონო. საიდან დაიწყო ოქტოპუსი, რატო გაჩნდა ეს იდეა, რატო გააკეთეთ საერთოდ ეს ბიზნესი? კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ოქტოპუსის ისტორია დაიწყო 2016 წელს. ეს იყო პერიოდი, როდესაც თითქმის არ არსებობდა ფიტნეს კულტურა, ესე რომ ვთქვათ, ანუ სავარჯიშო კულტურა, ანუ ხალხი არ ვარჯიშობდა. მაგ პერიოდში იყო რამოდენიმე საცურავ აუზი, იყო მოდი ჯიმი დავარქვათ, ხო, უფრო თქვათ მიწისქვეშა რაღაც ესეთი სტილის, უბნის დარბაზები, თუმცა ესეთი ვარჯიში კულტურაში გამჭდარი არ იყო. თუმცა ამ პერიოდში უკვე დასავლეთში ძალიან წინ წამოწეული იყო ფიტნეს ინდუსტრია. იმ დოზით და იმ სახით, თქვათ, თუნდაც რა სახითაც დღეს თბილისში არის წარმოდგენილი, ხო? შესაბამისად, გაჩნდა ბიზნეს იდეა და გაჩნდა რაღაცა სურვილი იმის, რომ გავაკეთებინა საქართველოშიც ანალოგი უცხოური სტილის ფიტნეს კლუბის. ოღონდ მთავარი სურვილი გქონდა, რომ ეს არ ყოფილიყო უცხოური ბრენდი, არ შემოგვიყვანა რაღაცა უცხოური, თქვათ, თუნდაც ფრენშიზა არ გვეყიდა ლიცენზია და არამედ გავაკეთებინა ქართული და დაგვემტკიცებინა, რომ თუნდაც ქართულ კომპანიას ისეც, რომელსაც თქვათ არ აქვს გამოცდილება ამ დარგში და არანაირი პრეისტორია თუნდაც არ აქვს, შეეძლო გასულიყო ისეთ ლეველზე, როგორიც თუნდაც იქნებოდა უცხოური ფიტნეს კლუბები. შესაბამისად, შემდეგ იდეას მოყვა უკვე ბიზნეს გეგმის შემუშავება, ბრენდ მეიკერებთან მუშაობა და რაღაცნაირად უკვე ხორცს შევწყდა. ხო, აი ეგ ხა უფრო მაინტერესებს დეტალებში ბრენდის ამბავი. ანუ როდის დაიწყეთ სტრატეგიაზე მუშაობა? სანამ გაიხსნებოდა თუ გახსნის მერე, თქვათ, რაღაცა მე სტრატეგიის უფრო შინაარსობრივ ნაწილს გულისხმობდა, არა ვიზუალურ სამეთოდო. ბევრად ადრე. ანუ დაახლოებით 9 წლით ადრე, სანამ თუნდაც სარემონტო სამუშაოებს დავიწყებდით და ლოკაციის მოძებნას, დავიწყეთ უკვე ფიქრი თუ რა ხასიათის ბრენდის შექმნა გვინდოდა. იმიტომ რომ არ გვინდოდა არანაირად რომ ყოფილიყო უბრალოდ აი ჩვეულებრივი რაღაცა სტანდარტული სავარჯიშო დარბაზი და არანაირი თქვათ შინაარსზე თავისი დამახასიათებელი თვისება არ ქონოდა, ხო? ქონდა განსაზღვრული რომ გვინდოდა რაღაცა კულტურის თავისი ხასიათის მატარებელი რაღაცა ბრენდი შეგვექმნა. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ გვინდოდა რომ ყოფილიყო მარტო თქვათ დამფუძნებლებისგან მიღებული, რომ აი თქვათ მე ისეთი წარმომადგენელი და სხვას ისეთი წარმოუდგენია და ამიტომ დაუკვეთეთ შეკვეთა გავაკეთეთ მაგ დროს იყო ეხაც არის Windforce, თუმცა მაგ დროს ძალიან პოპულარული იყო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდ მეიკერებად ითვლებიან. დაუკვეთეთ შეკვეთა, რომელიც მოიაზრებოდა მთლიან full package-ს, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ პირველი იყო თვითონ ბაზრის კვლევა, რომ რა სიტუაცია იყო იმ მომენტში ბაზარზე, ვთქვათ მომხმარებელს რა მოწონდა, რა არ მოწონდა. შემდეგ მომხმარებლებიდან გამომდინარე და ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე, რა სტილით გვინდოდა და რა მახასიათებლებით გვინდოდა, რომ შეგვექმნა ის ბრენდი, რომელიც დაიმსახურებდა სიყვარულს და დაიმსახურებდა რაღაცნაირად მოთხოვნადი იქნებოდა დღესდღეობით თბილისში, ხო? ბევრი მახასიათებელი ჩამოყალიბდა, თუმცა აი მოკლედ რო თქვა, ყველა ფერმა თავი მოიყარა თვითონ სახელწოდებაშივე. ანუ რას გულისხმობ, რომ ოქტოპუსი რეალურად არ არის მარტო 8 ფეხის შინაარსის მატარებელი, დაყოფილი არის, იმიტომ რომ 8 ფეხა იწერება, თქვა C-ი, ოქტოპუსი იწერება K-ით, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ სახელწოდება არ დაყოფილი სამ ნაწილად, ეს არის OK, Top და 100. რაც გულისხმობს იმას, რომ OK არის, რომ ჩვენ როცა მოდიხარ, კარგად უნდა იგრძნო თავი, Top გულისხმობს, რომ რადგანაც სპორტი არის და ყველას მიზანი აქვს სპორტ კლუბში მოსვლისას რაღაცა მიზნის მიღწევაზე, შენი ტოპ შესაძლებლობებისკენ რომ მიისწრაფოდე და 100 გულისხმობს უკვე როცა მოდიხარ, რომ იგრძნო თავი იმ გარემოში, სადაც გრძნობ თავს one of ნაწილად, ხო, one of us.
და შემდეგ ოქტოპუსის შემდეგ არის გაგრძელება Octopus Fitness Club. ანუ მაგ ნაწილშიც ავირჩიეთ კლუბი და არა თუნდაც დარბაზი, ხო? ანუ იმიტომ რომ დღესდღეობით მით უმეტეს უმრავლესობა ჩვენი მომხმარებლებისა არ დადის მარტო თქვათ ესე რომ ვთქვათ სავარჯიშოდ. ცოტა უფრო მეტად შეიძინა სოციალიზაციის social space გახდა ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ბევრად მეტ დროს ატარებენ თუნდაც ოქტოპუსში, ვიდრე თქვათ სტანდარტულად ყველა სხვა ჯიმში. თუ მოდი ვხეშავთ თქვათ, თუ საშუალო დაყოვნება სტანდარტულ სპორტულ დარბაზში არის რაღაც საათი და 15 წუთი, ჩვენთან მომხმარებლების და კლუბის წევრების საშუალო დაყოვნება კლუბში არის დაახლოებით 2 საათამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ აი დამატებითი ფიჩერების რაც თქვათ ამ კლუბის შინაარს აქვს, ხო, იმ ყველაფერს იყენებენ, თუნდაც იყენებენ როგორც co-working space-ად, თუნდაც იყენებენ ბევრ სხვადასხვა ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებლად სოციალიზაციისთვის და ასე შემდეგ. ძალიან კაი. თვითონ კვლევით დავიწყეთო თქვი, ხო? აი და ბაზარს იკვლევდით, ანუ ადამიანებს რა ჭირდებოდათ იმას კვლევდით. რა მოვიდა მთავარი პრობლემა? მეც მაინტერესებს. თავარი პრობლემა იმ მომენტში ხა ბევრი იყო, რომელიც დღესდღეობით ალბათ ცოტა შეცვლილია დღევანდელი რეალობიდან. თუმცა იმ პერიოდში მაინც იყო ის, რომ უბრალოდ ყველა კლუბი იყო, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა white wall კონცეფციაზე აგებული. ანუ რას გულისხმობ, რომ არანაირი შინაარსის მატარებელი არ იყო, ანუ ყველობოდ რაღაცა ჯიმში მიდიოდა, ვარჯიშობდა, ტრენაჟერს გამოიყენებდა და გამოდიოდა. ანუ არანაირი ვთქვათ მიკუთვნებით ესეთ გრძნობა არ ჰქონდათ და არანაირი შინაარსის მატარებელი იმ მომენტში არ იყო არც ერთი სავარჯიშო დარბაზი. რომელიც იყო ის ძალიან ძვირიანი და ხო, რომელიც იყო ძალიან ძვირიანი. ბენდუკიძის აუზს გულისხმობ, ეგრეთ წოდებული. თუნდაც, ხო, აი თუნდაც სადაც ოღონდ თვითნაბადი კულტურაა ჩამოყალიბებული. კი, ბატონო. უბრალოდ აი შეხედე როგორ იყო როცა ოქტოპუსი გაკეთდა, ანუ პირველივე სანდროეულის ფილიალში იყო ძალიან დიდი აქცენტი აღებული დიზაინზე და ვიზუალზე. ანუ იმ მომენტში არც ერთი აი თბილისში არც ერთი კლუბი არ იყო, სადაც დიზაინზე იყო ამხელა აქცენტი აღებული. დიზაინზე ამხელა აქცენტი აღებული არ გულისხმობ უბრალოდ რომ თქვათ კედლები თეთრი არ იყო, ხო? არამედ გულისხმობ რომ აი თითოეული თქვათ ნაწილს ჰქონდა რაღაცა თავისი მახასიათებელი. სიტყვაზე ვიძახი. სპინინგის ოთახს, რომელიც არის ველოსიპედების ჯგუფური ვარჯიში, ჰქონდა კლუბის ანუ ღამის კლუბის ეფექტი ჰქონდა, ანუ რო შედიხარ, არის ჩაბნელებული, ტრიალებს დისკობოლი წინ დგას DJ-სავით ინსტრუქტორი, რომელიც სხვა მიმართულებით მიყავს ვარჯიში და ანუ კონცეფცია იყო შეკრული გარემო ცოტა კიდევ უფრო განსხვავებული ვიდრე თუნდაც სხვა სადღაც კლუბში. კი ბატონო. მაინც მინდა რა რო ვთქვათ, აი პრობლემა მარტო ეს იყო რაღაც მოსაწყენი თეთრი კედლებში ვარჯიში არ გვინდა თუ ვთქვათ იგივე ხელმისაწვდომობა კლუბების განლაგება სად არიან რომელ უბნებში თუ აი რა იყო, იმიტომ რომ ეხლა არ არის დასამალი, ვინც მე მიცნობს და ამ გადაცემას უყურებს, ალბათ იციან, რომ მეც ოქტოპუსში დავდივარ და ვარჯიშობ, ხო? და უბრალოდ ჩემთვის რაღაცა კონკრეტული დანიშნულება და შინაარსი აქვს. უბრალოდ თავიდან როგორ დაიწყო ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს გადაცემაც ეგ არის, რომ ვინ როგორ იწყებს რა, აი მაგაზეც არის. რა თქმა უნდა. ანუ თავარი მოდი ესე ვთქვათ, რომ იყო რა აღმოაჩინეთ ისეთი, რომელსაც ჩაეჭიდეთ რა და მე აიგო ამაზე ვთქვათ. რასაც ჩავეჭედეთ, რეალურად იყო ის, რომ იყო ბაზარზე ბიზნეს გეპი, ესე რომ ვთქვათ, ხო? ან იყო ძალიან ძვირად ღირებული დარბაზები და საცურაო აუზები, ან იყო ძალიან იაფასიანი სავარჯიშო სივრცეები, სადაც ანუ კომფორტი ესე არ იყო, ხო? ანუ არ უნდა გქონოდა ძალიან დიდი შემოსავალი, რომ თუნდაც გევლო სავარჯიშო დარბაზში, ან უნდა გადაგეხადა ძალიან ცოტა და მიგეღო ძალიან დაბალი ხარისხის მომსახურება. და აი შუაში ისეთი, რომელიც ჩვეულებრივ, ანუ ადამიანს, რომელსაც უნდა თქვათ სავარჯიშოდ სერვილი, მაგრამ არც ძალიან დიდი თანხის გადახდა არ უნდა და ამავე დროს კარგი მომსახურებების მიღებაც უნდა, ხო? მაგის შესაძლებლობა ამ მომენტში თბილისში არ იყო. ოქტოპუსმა მისცა ის შესაძლებლობა, რომ მაგათი პირველები ვიყავით, ვინც დავახვედრეთ, სიტყვაზე ვიძახე, პირსახოცები, ხო? ეს ეხაშება დღეს არავის არ უკვირს, მაგრამ იმ პერიოდში, ანუ 8 წლის წინ, ხო, ანუ როცა დაახვედრე პირსახოცი, ანუ ძალიან ახალი ის იყო, რომ აი უი პირსახოცი დევს აქ, ან სიტყვაზე ვიძახი, მიეცი წტომა ულიმიტოდ ჯგუფურ ვარჯიშებზე, ხო? ანუ მანდაც პირველები ვიყავით, რომ აბონემენტს იყიდი, გაქვს ულიმიტოდ წტომა ჯგუფურ ვარჯიშს, ეტრო ანუ როცა იწყებს ადამიანი ვარჯიშს
როგორ გითხრა, ანუ ყველას თავისი რაღაცა მოთხოვნილება აქვს და სიამოვნებას იღებს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშისგან, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ტრენაჟორი არის მეტად იტვირთება და მეტად სიამოვნებს, ვიღაცისთვის იოგა, ვიღაცისთვის პილატესი, ვიღაცისთვის ფუნქციონალური ვარჯიშები და შენ გამოჩდი ისეთი სივრცე შექმნა, სადაც აი ამ ყველასთვის გააყე კარი და ყველა იყო welcome იმ ნაწილში, რომ ყველამ რაღაცა თავისი ის დაიჭირა. თავისი იპოვა, კი. ხო, აქტივობა. სხვა შორის ეგ ჩემზეც კარგად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ჯგუფურ ვარჯიში მონაწილეობა არ ვიმიღია, გარდა აი რასაც კაჩაობა ქვია, ასე ვთქვათ, რომ მოვდივარ ეხლა დილაობით, ყოველთვის რაღაცა ხო იცი, ადამიანს გეზარება და ვიძახი რომ კაი თუ დამეზარა, რამე სხვას ვიზამ იმ მომენტში რაც არის. ისე ფსიქოლოგიური ისა გამომხნევებელია, მაგრამ რომ მოვდივარ და ვიცვლი უკვე მე ეს გეხსნება, სხვა შორის მაყურებლებს უნდა უთხრა, რომ არსებობს ეგეთი ძალიან კაი წიგნი ატომური ჩვევები, ატომიკებიც სადაც უწერია ეს ავტორს, რომ აი ვარჯიშიც თუ გეზარებათო, მიდით და აი რო გამოიცვლი და თქვით, რომ აი 5 წუთი ვივარჯიშებ. ან უბრალოდ გამოიცვლი და ეს მართლა მუშაობს მეგობრებო, თუმცა იქ თუ სხვადასხვა აქტივობა გელოდება, ესეც არის, რომ აი ეს თუ არა ის და ბოლო-ბოლო თუ არა და საუნაში შევალ რა. ნუ რაღაცა ის კაი ამბავია. გიორგი, ესეთი კითხვა მაქვს, ძალიან იშვიათია კომპანიები, ხა მეც 20 წელია თითქმის ბრენდ კონსალტინგში ვარ, ბრენდ სტრატეგიებს ვქნით და ასე შემდეგ. იშვიათია კომპანია, რომელიც რაიმეს ფიზიკურად დაწყებამდე ფიქრობს სტრატეგიის შექმნაზე, რომ მოდი ჯერ შევქმნი სტრატეგიას, ბიზნეს გეგმას არ ვსაუბრობ, ბიზნეს გეგმა კიდე სხვა რამეა რა. სტრატეგია რომ აი როგორი ხასიათის ბრენდი იყოს, რა მიმართულებით, როგორ უნდა წარმოვჩინდე და ასე შემდეგ. იგივე სახელშიც რაც არის, ხო, მე ასახული როგორ ჩვენ თქვი. და საიდან მოვიდა ეს წინა გამოცდილება იყო თუ აი რატო გადაწყვიტეთ რომ მოდი ჯერ სტრატეგია და მერე დავიწყოთ უკვე ამის იცი რა ანე და რაღაცა ხმამაღლა გამომივიდეს მაგრამ ანუ სამწუხარო რეალობა ესე არის რომ უმრავლესობა ჯერ იწყებს რაღაცას კეთებას და მერე იწყებს ფიქრს ხო აი არ ვიცი თქვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ სახლის შენების ნაწილში თუ თავიდანვე არ დაფიქრდი რა ტიპის სახლი გინდა ააშენო რის მიხედვითაც ხო საძირკველი უნდა გააკეთო შემდეგ უკვე ეჯახები ძალიან ბევრ წინააღმდეგობას რომელიც უკვე შენ თავთანაც გაბნევს ხო ანუ რა გინდა საით გინდა წახვიდე და ბიზნესის მხარეს რო გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი მე ეს უკვე მომხმარებელსაც აბნევს ხო და ჩვენ გვინდა და ანუ ოქტოპუსის შინაარსი ყოფილიყო ის ზუსტად ისეთი როგორც დღეს არის ქართული ეს ერთი არის ცოტა მიამბოხე ხასიათის არის ცოტა ახალგაზრდულიც, თუმცა ყველასთვის welcome არის ყველანაირი რაღაც ესეთი უხეშად რო თქვა დისკრიმინაციის და რაღაცის წინააღმდეგია და ზუსტად ეგეთი. კი და აი ამ ყველაფრისგან ცდილობს რომ დისტანცირდეს. კი ბატონო, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება თვითონ ეგ მაინტერესებს რა, რომ მოდი ჯერ სტრატეგია. ეს საიდან იცოდით, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი სტუმრების ნაწილი არის ადამიანები, რომელსაც დაიწყეს და მე ყოველთვის ვიძახი, რომ სტრატეგია ყოველთვის არსებობს. გაწერილია ეს თუ არა, ყოველთვის არსებობს, თუნდაც აი კონკრეტული ადამიანი, ვინც საქმეს იწყებს, მისი მრწამსი, მისი ფასეულობები, რისი ჯერა და რაღაცა მეტნაკლებად თანმიმდევრულად ამით მიდის. ნუ სადღაც მივა. 10 წელი ივლის, 8 წელი ივლის, 15 წელი ივლის, მაგრამ მე ნუ სადღაც დაჭირდება ეს გაწერა, იმიტომ რომ თუ კომპანია გაიზარდა და ასე შემდეგ, შიდა და გარე კომუნიკაციისთვის დოკუმენტი მაინც საჭიროა, რომ მახსოვრობა არსებობდეს, რისთვისაც ჩვენ აქ, მაგრამ თქვენ შემთხვევაში იყო თავიდანვე, აი საიდან მოვიდა? მე მგონი, ანუ რო ჩავშალოთ, ესე ვიტყვი, რომ იდეაში ყველა დამფუძნებელი ვინც ვართ, ყველას ჰქონდა რაღაცა საერთო ხედვა, ხო? გამოცდილებაც და საერთო ხედვაც. ანუ არც ერთი არ ვიყავით ორიენტირებული იმაზე, რომ ეხლა არიქა ჩქარა რაღაცა გავაკეთოთ, აქედან მოდი რაღაცა turnover-ი უცებ რაღაცა თანხა ამოვიღოთ და კმაყოფილები ვიყოთ. პირიქით. გვინდოდა რომ შევგექმნა ისეთი რაღაცა, რაც ცოტა ლენდმარკული იქნებოდა და გამოარჩევდა თბილისში იმ რაღაცა კონკრეტულ ინდუსტრიას, რა ინდუსტრიაშიც გვინდოდა რომ შევსულიყავ. და იცოდით რომ ამისთვის იყო საჭირო თქვა თავიდანვე ჩვენს თანადამფუძნებლებს ახლა უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ვიდრე მე რაც შემეხება მე უბრალოდ და მე თვითონაც ფინანსისტი ვარ შესაბამისად business education მაქვს და ამერიკაში ვცხოვრობდი ძალიან დიდი წელი და ჩემი აზრით ნებისმიერი ბიზნესი და ბიზნეს კონცეფცია მოდის მაინც ამერიკიდან, ხო? იქ როცა ეჯახები ბევრი ისეთ кейს და ბევრი ისეთ ისტორიას, რომელთანაც
ხედავ რა წარმატება მიაღწია ამა თუ იმ კომპანიას, უკვე შემდეგ შენ სკილებზეა რომ დაიჭირო, თქვათ, სად რა ის რაღაცა ფიჩერი არის, რომელიც წარმართავს კომპანიის წარმატებას. ეხლა მაქვს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა, ასე ვთქვათ, რომ ეს გავარკვიოთ. გქონდათ გაწერილი სტრატეგია და არის რეალობა, ხო? და შენთან ყველაზე რელევანტურია ეს, იმიტომ რომ შენ ასევე მართავ ყოველდღიურობას, ხო, ამ ბრენდისას. აი, როგორ არის საქმე ამ ხრივ? ამ გაწერილსა და რეალობას შორის, სად არის აღსრულებაში პრობლემები? გიწევს თუ არა დაბრუნება დოკუმენტში ჩახედვა, იქ დაკორექტირება რამის, ანუ დაწერილს და რეალობას შორის აი რა სხვაობებია და იცი როგორ მგონია რომ ანუ თავარია რომ ძირითად რაღაცა ღერც ხო აი იმ რაღაცა საწყის ბაზას მიყვე კი თორე გადაცდომები რა თქმა უნდა არის როგორც რაღაცა შეიძლება უკეთესად გამოვიდეს რეალობაში ასევე შეიძლება რეალობაში ისე კარგად არ გამოვიდეს ხო მაგრამ მგონია რომ იმ თავარი იმ რაღაცა ღერც რაზეც თავდაპირველად შევთანხმდით რომ აი ამ რაღაცა სტრატეგიას მივყვეთ იმას უნდა მიყვეთ და თუნდაც იმ ყოველდღიურმა რაღაცა ან რაღაცა ბარიერებმა რაც გზაზე შეგხვდება არ უნდა გადაგახვევინოს იმიტომ რომ ამ ძირითად სტრატეგიას თუ ყოველდღე ან რაღაცა პერიოდულობით ხან მარჯვნივ გაიქნიეთ და ხან მარცხნივ და ცნობებიც ბევრია ცნობები ბევრია რა თქმა უნდა კი ან არ არის იმდენი შემოსავალი ხან რაღაცა ხო ანუ ბევრი რთული რაღაც თუნდაც ახლა გავიარეთ კოვიდის პერიოდი ხო როდესაც თითქმის 2 წლის წელთაღრიცხვის განმავლობაში თითქმის ფუნქციონირება არ იყო რაღაცა ფინანსური წნეხი, იყო ადამიანური წნეხი, ცოტა იყო გაურკვევლობაც და ნუ მოკლედ ბევრი რაღაცა ისეთი იყო, პლუს არის სერვის კომპანია თავისთავად მოიცავს უკვე ბევრ ბარიერებს, ბევრ თქვათ გადაცდომებს, იმიტომ რომ მაინც ეჯახები ადამიანურ ფაქტორს, ანუ ადამიანის უნარებს, შესაბამისად არის ბუნებრივი გადაცდომები, მაგრამ ანუ აი ის თავარი ღერძი, რაზეც გახარ გონია რომ რაღაცნაირად უნდა შეინარჩუნო და ბრენდის ხასიათი და სტილი. ანუ შეიძლება თუ არა ვთქვათ და შეიძლება თუ არა შენ თქვა, რომ ის რომ თქვენ სტრატეგია გაქვთ, მისი ძირითადი ნაწილი, რაღაც სიღრმისეული ნაწილი, ხასიათი, ფილოსოფია და რაღაც გეხმარება, რომ ეს გემსახურებოდეს როგორც მანათობელი ვარსკვლავი, რომელსაც მიყვები, რომ იცი რომ ამის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას. ესეა თუ კი ეგრეა. აი შეხედეთ თვითონ აი თავდაპირველად რაც ვახსენე რომ ანუ ძირითადი აქცენტი გაკეთებული არის თვითონ კლუბის შინაარსზე, ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მეტნაკლებად მოდის მაქედან, ხო? რომ ანუ თუ არის კლუბის მახასიათებელი, აი სიტყვაზე ვიძახი აი უცხოეთში ხო არსებობს თქვა Ivy სკოლების კლუბები, ხო, რაღაცა Harvard-ის კლუბი, რომელთაც რაღაცა თავისი მახასიათებელი აქვს და შრომობს იმისთვის, რომ აი ეს კლუბის კონცეფცია არ დაკარგოს. ჩვენი რაღაცა გადაწყვეტილებებიც იქნება ეს პატარა გადაწყვეტილება თუ უფრო დიდი მასშტაბური, ყოველთვის მაქედან გამომდინარეობს, რომ აი კლუბის ხასიათს წაადგება თუ პირიქით უკან დახევს. კი ბატონო, ან თანმიმდევრულობის დასაცავად. ძალიან კარგი. ეხა ახსენე შენ, რომ სერვის კომპანია ვართ და კი ბატონო, ეს არის მომსახურება, თავის ბევრი კომპონენტით, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსური ბრენდია, მოდი ესე ვთქვათ. პროდუქციაც გაქვთ ნაწილობრივ და არის მომსახურება. და რა თქმა უნდა, სერვის ბრენდინგი კიდე ცალკე მიმართულებაა რა. და აქ მთავარი აქცენტი არის ადამიანებზე, იმიტომ რომ ჩემთვის ოქტოპუსი არის ის ადამიანები არიან ის ადამიანები, ვისთანაც მე შევდივარ ყოველდღე კონტაქტში. თუნდაც რესეფშენიდან დაწყებული, დამთავრებული გასახდელში დამლაგებლით და ფიტნეს ინსტრუქტორებით, მიუხედავად იმისა, მე ვთქვათ, ესე დაქირავებული არავინ არ მყავს, მაგრამ ისინი მოძრაობენ რაღაც ეკითხები და ასე შემდეგ. ამ ხრივ როგორ არის საქმე? აი ეს სტრატეგია, რაც თქვენ გაგაჩნიათ, ვთქვათ, ბრენდის თავარი ამბები. გაზიარებულია ამ ადამიანებთან, იციან ეს ყველაფერი და ვთქვათ, აი შიგნით როგორ ხდება შიდა ბრენდინგი, როგორ მუშაობთ, როგორ ეძებთ ამ ადამიანებს, ვთქვათ, რას ეუნებით, რომ დაიქირავებთ და ასე შემდეგ. რომ ესენი ქნიან რა გარემოს დარბაზში რა. ნამდვილად, კი. მოდი მაშინ შენ თოდა თავიდან დავიწყებ, ანუ როცა დავაარსეთ, ხო? როცა ოქტოპუსი იბადებოდა, მაშინ საერთოდ ძალიან არაპრესტიჟული იყო ფიტნეს კლუბში მუშაობა. როგორც ინსტრუქტორისთვის, ასევე თუნდაც დესკისთვის, ან დასუფთავებისთვის, ან ბარმენისთვის და ასე. აი
ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე არაპრესტიჟულ სამსახურად, არაშემოსავლიან სამსახურად, ამითი ადამიანი ვერ იცხოვრებდა და ასე შემდეგ. თუმცა დღეს ეს ატრიალდა ძალიან. ჩვენი ფიტნეს ინსტრუქტორების პრესტიჟულობიდან დაწყებული, შემოსავლით დათავრებული, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მაღალანაზღაურებადი კადრები არიან და ძალიან დაფასებულებიც არიან, ხო? თუმცა დღეს კიდე სხვა პრობლემა მიჩინა თავი. დღეს იჩინა პრობლემამ ის, რომ თვითონ ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, იმხელა დოზით ადამიანური რესურსის მომარაგება ხა ცუდი სიტყვაა, მაგრამ ვერ ხდება, ხო? ამდენი არ არიან. ამდენი არ არიან, ხო? რომ ამდენი, თქვა, თუნდაც ღრმაცოდნის და ტრეინინგებული და გამოცდილების და თავის საქმის ცოდნე, თქვა, დაიწყოს თუნდაც ოქტოპუსში მუშაობა, მაგრამ ამაზეც ახლა ჩვენ სულ შრომობთ, იმიტომ რომ სულ ვატარებთ, თქვა, თუნდაც შიდა ტრეინინგებს, ხო, შიდა ტრეინინგებში გულისხმება, რომ ვაკეთებთ შიდა ტრეინინგებს, თუნდაც ნუტრიციოლოგიაში, საკვებდანამატებში, სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებში, უშვებთ უცხოეთში გადამზადებაზე და ასე შემდეგ, თუნდაც შიდა team building-ები, service plus იქნება თუ ასე შემდეგ. აი ესეთი ნაბიჯები გვეხმარება იმაში, რომ თქვა, თუნდაც თანამშრომლების ნაწილში მოხდეს იმ კლუბის კონცეფციის გაზიარება. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო ბევრი იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ანუ თვითონვე ვითავსებთ თან დამსაქმებლის და თანამავე დროს ცოტა გამანათებლის ფუნქციასაც, ხო? აი ეს ორი ფუნქციის შეთავსება ცოტა რთულია, მაგრამ თუმცა გარდაუვალია. გარდაუვალია, რომ წარმატებას სვანერად მომსახურებაში ამის გარეშე უბრალოდ არ გამოვა, შენ თვითონვე თუ არა ასწავლე შენ თავს. ანუ learning organization, ანუ მოსწავლე ორგანიზაცია თუ არ იქენი, არაფერი არ გამოვა. მე რა მაინტერესებს, იცი, აი ჩემი გამოცდილებიდან ეხა მოდი შეგაწყვეტინებ, ერთს დავამატებ უბრალოდ. მან და რაც ძალიან ხელს გვიწყობს, არის ის, რომ ერთმანეთსაც ძალიან ასწავლია. ანუ ინსტრუქტორი, რომელიც სიტყვაზე ვიძახი, მოყვება ბოლო 8 წელია, აი ძალიან მიხარია, რომ არ იშურებს შრომას იმისთვის, რომ თუნდაც ახალ მოსულს დამწყებს, უზიარებს თავის ცოდნას, არა მარტო თქვა თუნდაც ვარჯიშის ნაწილში, არამედ სხვა კუთხითაც, მომხმარებლებთან მიდგომა იქნება თუ სხვა რაღაცა და ეგ რო ხედავ ხოლმე მაგას ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს რაღაცა გადაბარების და ცოდნის გაზიარება გონია, რომ ზოგადად ადამიანისთვის ყველაზე კარგი თვისება. სწორედ ეგ უნდა მეკითხა გიორგი, უბრალოდ ჩაგეკითხები რა, აი როგორ ახერხებთ იმას, რომ არსებულმა ინსტრუქტორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიძახი, რომელიც ქმნიან დარბაზში გარემოს ნამდვილად, ეხლა ეს პირადი გამოცდილება მაქვს და მოყოლილი ნამდვილად ამჭირდება, ხო 3-4 ჯერ ვარჯიშობ, ჩვენ ვხვდებით ხოლმე დილაობით ერთმანეთს. აი, როგორ ხერხდება კომპანიებში, იმიტომ ეს უდიდესი პრობლემაა რა, კომპანიებში, რომ ადამიანები ეს არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მოტივირებულები იყვნენ. მოტივირებული კი არა, უბრალოდ უნდოდეს მოვიდეს თავის სამსახურში და რაღაცა გააზიაროს თავის ცოდნა და ამას განსაკუთრებული რაღაცები ჭირდება. როგორ ახერხებთ ამას, რომ თქვათ ეს ადამიანები აზიარებენ ეს? ხო, რთულია. პლუს დავამატებდი იმას, რომ თვითონ მუშაობის კუთხით ინსტრუქტორების ნაწილში ძალიან ბევრს მუშაობენ. ანუ ძალიან დიდი ნაწილი არის ფიტნეს ინსტრუქტორის, რომელიც იწყებს დილის 8-ზე და ამთავრებს 11 საათზე საღამოს. ანუ მუშაობენ აი უზარმაზარი დატვირთვით. აი ამ უზარმაზარი დატვირთვის დროს რაც არ უნდა ადამიანს გიყვარდეს შენი საქმე ან სამსახური ან ის გარემო, მაინც მე ყოველთვის გიჩნდება რაღაცა აი გაღიზიანება და აი ხო, ეგ ბუნებრივი რაღაც მომენტია, ხო, რომ დიდი ხანი ყოველდღიურად როცა ატარებ დროს ერთი და იგივე სივრცეში და ერთი და იგივე გარემოში, რაც არ უნდა იყოს ფანტასტიკური გარემო, ყოველთვის მე ეს რაღაც შინაგანი შფოთვა გეწყება ხოლმე, ხო? და აი ამ პირობაში, რომ რაღაცნაირად მაინც ხერხდება ის, რომ პირიქით არიან უფრო მოტივირებულები და თქვა თუნდაც არ იშურებენ, არ ვიცი, მისალმება იქნება, გაღიმება იქნება თუ კარი მოსახურება თუ სხვა რაღაცა. ძალიან ბევრი კომპლექსური რაღაცა მიდგომის დამსახურებაა. ეს არის თვითონ თანამშრომელთან ურთიერთობიდან დაწყებული და ასევე თვითონ რასაც ხედავენ, შეიძლება თავის თავზე არა, მაგრამ სხვადასხვა თანამშრომლებს რამდენად თქვათ ეხმარები იმაში, რომ თუნდაც წინ წაიწიოს career path, თქვათ და ეს კარიერული წინსვლა კომპანიაში არსებობს თუ არ არსებობს, თუ აი დაჩაგვრა ხდება თანამშრომლის და ანუ
აი ამ პატარ-პატარა დეტალების ელემენტარული დამოკიდებულება. კი, ეხა ასე დიდკაცური დამოკიდებულება მე არ შემიმჩნევი ახლა როცა შევარჯიშობ დადაში ჩვეულებრივად ელაპარაკები. ой, არა, მე საერთოდ რა არანაირი პრობლემა არ მაქვს, ძალიან ხშირად მით უმეტეს კოვიდის პერიოდში, როცა სერიოზული პრობლემა იყო ადამიანური რესურსის, რა ვიცი, პოლისში ჯოხიც დამიჭერია და გამისუფთავებია კიდეც და ყველაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ის გარემო ყოფილიყო მეტნაკლებად შესაბამისობაში ისეთ გარემოსთან, როგორც უნდა ყოფილიყო სტანდარტულად, ხო? და მაგას როცა ხედავენ ეს რაღაც უფრო first hand რაღაც experience, გონია რომ თვითონაც იგივე საკეთებია. გიორგი, ერთი ესეთი კითხვა მაქვს რა. შეიძლება უბრალოდ ახლა რაღაცა ის ჩაგაწოდო რამე იდეა, მაგრამ თქვენ ინსტრუქტორებთან თუ მიდის მუშაობა, თქვათ ელემენტარული ადამიანის საკომუნიკაციო ფსიქოლოგია რო ასწავლოთ ან რამე, იმიტომ რომ კი, როცა მიმართავ და დაელაპარაკები, ხა მოდი იმაზეც ვილაპარაკოთ, ხო, სად არის რაღაც პატარ-პატარა პრობლემები. იმიტომ რომ ახლა ესე გადასლიკინებული არსება და სწორედ ეს გადაცემა მაგას ემსახურება, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე რომ გაღიმების პრობლემაც არის, თქვათ, იქ რაღაცა ისეთი გარემო რაღაცა ცოტა დაღვრემილი რაღაცა, ანუ ახლა ადამიანები ვართ გასაგებია, მაგრამ თუმცა პროფესიონალიზმი იმასაც გულისხმობს, რომ ის დატოვო და თქვათ ისე შემოხვიდა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. აი ამას დაკვირვება მიდის, თქვათ, და თუ ადამიანი მანდამაინც არ იღიმება რაღაცა ძალიან ესე როგორ თქვა ეს welcoming ტიპი არ არის და თქვათ, აი მაგალითად მე პირადად სადაც მე ვარჯიშობ, ხო, სიტიმოლის ფილიალში, კი მივდივარ ვეკითხები რაღაცებს, მაგრამ გონია რომ ზოგჯერ არ არის ნათელი რომ შემილია თუ არა ვკითხო თუ ის არ არის ჩემი პერსონალური ტრენერი, ხო ხვდები? აი არსებობს ეს ინსტრუქტორები, რომ თქვენთან შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ვარჯიში არ იცის რა და გააკეთოს რაღაც არასწორად და დაზიანდეს, ხო? აი ამის ხა გინდათ ეგ, ისედაც ბევრია უკმაყოფილო და რაღაცა ზოგი ობიექტური, ზოგი სუბიექტური, მაგრამ აი ამებზე მუშაობა როგორ ხდება, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ბრენდის მართვა, მე მომსახურების ბრენდის მართვა სწორედ ეგ არის რა და ამიტომ ძალიან, ანუ ვერ გეტყვი რომ ვერ გეტყვი კიდე და ანუ ძალიან რთული არის ეგ თლიანი ესეთი რომ გაანალიზო მთელი ეს პროცესი, ხო? ბევრი რიგი მიზეზების და გამო. ერთი არის თვითონ რა თქმა უნდა შიდა კულტურაში რამდენად კარგად მუშაობთ იმაზე, რომ სწორი კომუნიკაცია იყოს თუნდაც ინსტრუქტორის მხრიდან კლუბის წევრის მიმართ. მეორე პრობლემა არის კლუბის წევრის მიმღებლობაც. ანუ ხშირად მე თვითონაც სულ ვარჯიშობ, ხო? ანუ სულ დარბაზში ვიყო. აი ბევრჯერ დამინახია, რომ არის ახალ მოსული კლუბის წევრი, რომელიც რაღაც საშინელებას აკეთებს, თუნდაც არ ვიცი, აკეთებს რაღაც ჩაჯდომის ვარჯიშს, რომელსაც აი აუცილებლად დაიზიანებს რაღაცას. მიდის ინსტრუქტორი ძალიან დაალაგებული ვერბალური კომუნიკაციით ცდილობიანი ტონით, არც იმას არ ეუბნება, რომ არასწორად აკეთებ, ხო? ანუ ნეგატიურ კონტექსტშიც არ მიდის. მიდის პირიქით პოზიტიურში, რომ ხომ არ გინდათ რომ დაგეხმაროთ ან ხომ არ გინდათ რომ შეგისწოროთ და მაინც აგრესია მოდის. კი ბატონო, შეიძლება მოდიოდეს. მაგრამ ნახე კლუბი, შენ ხშირად ახსენებ სიტყვა კლუბს. კლუბს თავის წესები აქვს. ცოტა კომუნიკაცია ხო არ აკლია იმას, რომ ადამიანი როცა მოდის, თქვათ, ოქტოპუსში, ეს არის კლუბი და აქ რაღაც წესები არსებობს რა. თუნდაც მაგალითად, ეხა ხშირად გვისაუბრია კიდევაც, როცა გასახდაში შეხვდებით, ადამიანი რო ივარჯიშებს, იბანავებს, მერე პირსახოცით გაიმშრალებს და იმ პირსახოცს ტოვებს კამზე. ნუ ელემენტარულია, რომ ჩააგდოს, თქვათ, იქ სადაც ადგილია, თან არის ეს ყველაფერი, ხო? ეს ბევრი ამბავია და კლუბის წევრები, ანუ მომხმარებლები, კლიენტების ამბავი კიდე ცალკე არის, მაგრამ აი სწორედ ეგეთი რაღაცების პრევენციისთვის ხო არ აკლია ოქტოპუსს აი რაღაცას წესები და მისი კომუნიკაცია, თუნდაც აი როცა მოვიწერე ან მოვედი, რომ აი იცით რა თქვენთან დაწყება მინდა, რომ გაეგზავნოს ეს რაღაცა წესები, იცი, მგონია რომ თავიდანვე თუ განმარტებული იქნება, რომ როცა პირსახოცი იმას იზამ ჩააგდე აუცილებლად აი იგივე პირველი მოსვლა მახსოვს მე თქვენთან მიუხედავად იმისა რომ თელი ცხოვრება ვარჯიშობ ეხლა მე მიმღებლობა მაქვს მითხეს რომ წამობრძანდით ამიყვანეს ამწონეს გამზომეს იქ წყალი რამე იქ ცხიმი ის რამდენია როგორ არის მაგრამ აი ერთი თქვათ წრე რომ დაარტყმევინონ ადამიანს და უთხრან რომ იცით რა აი ესე გააკეთე და აი რო ივლი ერთი პირველი ორი კვირა მოვალთ და რაღაცეებს შეგისწორებთ
მგონია რომ თავიდანვე თუ იმიტომ რომ მე მინახავს ეს ხა რომ ადამიანი მართლა საშინელებას აკეთებს და მე არ მინდა ხოლმე რა მივიდე იმიტომ რომ რაღაცა მე არ იფიქრონ და შევა ისა რა ქვია ინსტრუქტორი მივა და ხო რაღაცა ის დაიწყებს რაღაცას და აი ხო არ ჯობია რომ თავიდანვე განისაზღვროს ეს ამბავი იმიტომ რომ ბრენდი თავის წესებსაც უნდა აყალიბებდეს ალბათ რომ შიგნი გარემო იყოს სასიამოვნო კიდევ მეტად იცი რა ვცდილობთ მე გეტყვი რომ არ ვცდილობთ ვცდილობთ თუნდაც იმ ნაწილში როდესაც სიტყვაზე ვიძახი ადამიანი მოდის ოქტოპუსში რეგისტრირდება ავსებს ხელშეკრულებას იქ არის თვითონ შინაგანი წესები რაც ძირითად კლუბის კონცეფციის რაღაცა შიდა წესებს არეგულირებს რაზეც თვითონ ადამიანი ერთი ხელს აწევს და თუ თქვა ონლაინ რეგისტრირდება იქ ეთანხმება იმ წესებს მაგრამ არ კითხულობს ყოველთვის მაგრამ არ კითხულობს აი სიტყვაზე ვიძახი ახლა გუშინ თქვა ქონდა ეგეთი кейსი გასახდელში მზიურის ფილიალში აი ადამიანი არის და თავის ტუფლებს პირსახოცით იწმინდავს ანუ ამაზე წესის დაწერა ცოტა მგონია რომ აბსურდულია ხო ანუ ის რომ აი ტუფლი არ გაწმინდო პირსახოცით ფეხსაცმელი არ გაწმინდო ფეხსაცმელი ხო ბოდიში ფეხსაცმელს აი არ გაწმენდა პირსახოცით რაღაცა ცოტა აბსურდული მგონია ხო როცა რაღაცნაირად მივედით და უთხარით თავისი პასუხიც გქონდა რომ მე მგონია რომ ეს პირსახოცები ერთჯერადია და ამიტომაც წმინდა ჩემს ფეხსაცმელს თქვა პირსახოცით თუმცა რაღაც აი ძირითადი ესეთი წესები ხო ბევრი რაღაცა წესი არსებობს და იქნებ არ არის აბსურდული გიორგი და უნდა დაწეროთ რა ვიცი ეგეთი წესები იმიტომ რომ არის ადამიანები რომლებიც ელემენტარული კულტურა გააჩნიათ, ეხლა სულ არ ჭირდება მაგის თქმა, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ ერთი-ორჯერ მეც გამიკეთებია. თქვენთან თუ სხვაგან ამას არ ვიტყვი, მაგრამ გამიკეთებია, იმიტომ დიდია რაც თუნება და ხო, ხანდახან მგონებია, რომ ეხლა ამას всё მერე გადააგდებენ და რაღაც, მაგრამ ეხლა აღარ. მაგრამ ხო არ ჯობია, რომ მართლა დაიწეროს, იმიტომ რომ მე შემიმჩნევია, თქვათ, ესე დატოვებული პირსახოცი და მე ბევრი გაღიზიანებული თვალები, რომ ნუ აი რა უბედურება. შენ თვითონ რომ მიუთითო, ეს ალბათ 10 შემთხვევიდან 7 კონფლიქტია და ამის ნერვები და დრო არავის არ აქვს რა. რატო ვამბობ? იმიტომ რომ გონია, რომ ბრენდის მართვა ასევე არის ეს ადგილზე კომუნიკაციას და მომსახურების ბრენდინგის, ნამდვილი ბრენდინგის სწორედ მაშინ იწყება, როცა თქვენ ზღურბს გადმოვაბიჯებ რა და ალბათ ეს კომუნიკაცია საჭიროა და რაღაცეები თუ აბსურდული გონია შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ ასევე არის ესეთი წიგნი რორი საზერლენდის ალქიმია ქვია, სადაც მიდის საუბარი იმაზე, რომ რამდენად ამართლებს ზოგჯერ რო გონია რომ აბსურდულია, არალოგიკურია და დათვლის შედეგად რომ რაღაცა ისეთი შედეგი არ არის, მაგრამ აბსურდულიც ძალიან პირობითი ნათქვა მე, რაც ჩემთვის აბსურდულია, შეიძლება შენთვის არ იყოს აბსურდული ან ვიღაცისთვის, ხო? ეგეც თუნდაც გირების და ჰანტელების და იმას ბლინების დაბრუნება თავის ადგილზე, ხო? მაგრამ აი შეხედეთ თქვათ მანდაც როგორი ამბავი არის, თქვათ გვაქვს ესეთი პრობლემა, რომ სტანდარტული კლუბის, ფიტნეს კლუბის ერთ-ერთი თქვათ issue არის ის, რომ აი ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არ შემოხვიდე დარბაზში, ხო? მით უმეტეს, როდესაც შედიხარ ჯგუფურ ვარჯიშზე, იქნება ეს იოგა თუ რაღაცა სხვა, სადაც იატაკთან გიწევს მჭიდრო კონტაქტი. გამოკრულიც არის, ყველა ჯგუფური ვარჯიშის წინ რაღაცნაირად შეხსენებულიც არის და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ხდება ისე, რომ რაღაცნაირად ვიღაცა ისე ჯობია რომ შეხსენებული იყოს, გამოკრულის იმედზე არ. გამოკრულის იმედზე არა, არავინ არ კითხულობს იმედზე, იმიტომ რომ მეცინება ხოლმე ხანდახან მეკითხებიან რა, ძირითადად ოჯახის წევრები, რომ არ მოგბეს და ანუ ის ფეხსაცმელი რაც მაცვია დარბაზში, იმიტომ რომ იმ ფეხსაცმელს ქუჩა არ უნახავს რა, ხო, იმიტომ მაცვია მარტო დარბაზში რა, დევს ჩანთაში, როცა შემოდი რომ მაშინ და კი მეც დამინახავს რომ პირდაპირ შემოდის იმ ქუჩის იმ. კი, მე იღებს ხვდები, ანუ რაღაცა ისრება იატაკი, მე საყვედურს იღებს. ხო, ჯობია რომ თქვათ ამაზეც თუ გაღიზიანდება, უბრალოდ რატომ მინდა ვთქვა მსმენელისთვისაც რა ბრენდის ხასიათის შექმნა ასევე ნიშნავს არას თქმას რაღაცეებზე და ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ ვიღაც არ მოყვება ამ ბრენდის წესებს, ხო, მაშინ კი ბატონო ის ნუ მოვა რა. ანუ ამის შიში არ უნდა გქონდეს, თორე ეს მერე სხვა დანარჩენ ადამიანებს აღიზიანებს და შეიძლება იმათვის გახდეს მიზეზი, რომ თქვათ წავიდეს სხვა დარბაზში. ოღონდ რა თქმა უნდა არაა გარანტია, რომ უკეთეს მიიღოს. რა თქმა უნდა, შეხედე მგონია რომ ანუ
დღესდღეობით მაინც ეს თვითონ ინდუსტრიას თუ დავარქვათ, ხო? ინდუსტრია არის მაინც დაწყებით რაღაცა ეტაპზე, ხო? ქვეყანაში, იმიტომ რომ სულ რაღაცა რამოდენიმე წელი არის, რაც განვითარდა და ფეხი მოიკიდა. აი, ეხლა რამოდენიმე წუთის წინ ვახსენე, რომ თქვა, როცა გავიხსენეთ, შევთავაზეთ პირსახოცები, ხო? აი, პირსახოცები რო შევთავაზეთ, უმრავლესობა ამ პირსახოცს მაინც მოიხმარდა საბანაოდ. ანუ ის კულტურა გამჯდარი არ იყო, რომ თქვა, თუნდაც როცა ვარჯიშობ, ანუ ფლიანი ხარ, დააფინო სკამზე და შემდეგ ისე თქვა, მოიხმარო ესა თუ ის ტრენაჟორი, ხო? ამაზე ხდებოდა აი ყოველდღიური მილიონობით შეხსენება და დღეს უკვე ყველა ესე იქცევა. უმრავლესობა, ხო? ნეტაკლებად, ხო. ყოველთვის ისეთი რადიკალური კი, აღარ არის, ის აღარ არის, რომ ანუ უმრავლესობა ადამიანების დარბაზის ნაწილში, ანუ შიგნით არ ხმარობდეს პირსახოთს, ხო? ანუ რაღაცა ნაწილი ისწავლა და ხმარობს, მაგრამ ეს მაინც მუდმივი რაღაცა სწავლების პროცესი. კი. მე ალბათ გეტყოდით ესე უფასო რჩევა, ხო, იცი free რაღაც ამერიკულის რო იციან. უბრალოდ გულშემატკივრული ალბათ, რომ მე ერთი კაი ვიდეო კამპანიას მაგაზე გავაკეთებდი, თუნდაც Facebook-ზე დასადებად რა, რომ აი ვარჯიში ერთადი რაღაც წესები. გააფარე სკამს რაღაცა და რაღაცა ისე წარმოვადგენდი ცოტა რომ ცოტა აი ვიღაცა cool ტიპი რო იყო, აი მაგისტვის ესე თუ გააკეთებ, ხარ მაგარი ტიპი, რომ დაგეტყობა რომ იცი ვარჯიში რა. რაღაცა მე მგონი ამას გირჩევ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომ ადამიანებს გონიათ რომ ბრენდის კომუნიკაცია არის სარეკლამო კომუნიკაცია და არ არის სარეკლამო კომუნიკაცია, მარტო ბრენდის კომუნიკაცია ჩემოძვირფასებო, ეს არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს. მათ შორის და ერთ რამესაც დავამატებდი რა, თუ თქვენ ასწავლით ადამიანებს დარბაზში როგორ მოიქცნენ, ხო? როგორც ბრენდი განმანათლებლისადმი, კიდევ უფრო მეტი ლოიალურობა არის ხოლმე მერე რა, ხო? ესეთი ამბავი. თან ალბათ ძალიან ხომაყლანი ნათქვამთარგება მოგეთხოვება კიდეც, როდესაც ცოტა უფრო დიდი და თავსდებ იმაზე, რომ წამყვანი კლუბი ხარ, ცოტა გამანათლებელი. ანუ სხვისი მომთხილებაც არის ეს. სხვა ადამიანების, რომელსაც იციან ესე მოქცევა, ასე ვთქვათ, კლუბში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ გარემოსთვისაც ძალიან კარგია რა. შენთვის ბრენდი რა არის? როგორ განუმარტავდი ადამიანს, რა არის ბრენდი? აი რო გკითხოს. კონკრეტულად ბრენდზე იწეხი ზოგადად? ბრენდი ხო არის. აი ძალიან მარტივად. ჩემთვის ბრენდი არის იგივე რაც არის ადამიანი. ოღონდ გარდასახული რაღაცა მატერიალურ სპექტრში, ხო? თქვათ ალექსი ვინ არის რომ მკითხო, ანუ ჩემი რაღაცა კონკრეტული ხედვა, მაგან გიორგი ვინ არის კონკრეტული ხედვა მაქვს. იგივე მაქვს ბრენდზეც, ანუ ბრენდი არის რაღაცა კონკრეტული შთაბეჭდილება ამა თუ იმ ბრენდზე, რომელიც უბრალოდ არის არა თქვათ სულიერი, არამედ არის უფრო მატერიალური. კი ბატონო. და სტრატეგია? სტრატეგია არის ალბათ ის რაღაცა შენი ძირითადი ხედვა და ღირებულება, რისკენაც მიისწრაფი და რაც ძირითადად ალბათ არ გეცვლება, ხო? გზა, ხო, ახლა როგორც ადამიანს მეტნაკლებად თუ ჩამოყალიბებული ხარ და იცი რა გინდა ცხოვრებაში, იმ რაღაცას შენ ძირითად გზას ადგახარ და იმას მიყვები, ხო? იგივე არის ალბათ ბრენდის ნაწილშიც, რომ რაღაცა ის ძირითადი სტრატეგია აქვს, საიდანაც ალბათ არ უნდა გადაუხვიოს. კი ბატონო, აი ძალიან გულწრფელად რომ მიპასუხო შემდეგ კითხვაზე, იმიტომ რომ მე მართლა მინდა რომ აი ძალიან რეალური, აი ნაღდი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, ვინ ჩვენ გვიყურებს რა. და არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ რაღაც ისეთი პასუხები მივიღო, რომ რაღაცა ჩემი ასე ვთქვათ, ხელობა, საქმიანობა არ იქა დაზარალდება და ასე შემდეგ. აი უბრალოდ პირდაპირ მითხრა, გქონდათ გაწერილი სტრატეგია თავიდანვე, თქვით რეალობასა და თქვათ ფურცელს შორის რა სხვაობები იყო და ეს სხვაობები ყოველთვის არის და სტრატეგია სულ უნდა ჩახედვა და იქ პატარა კორექტირებები და ის თავარი ნამდვილად არ უნდა იცვლებოდეს, რაც ჩადებულია, მაგრამ აი ესეთი რაღაც მაინტერესებს რა, როდესაც ბრენდის განვითარებაზე ფიქრობ. უბრუნდები ამ სტრატეგიას თქვათ და რას ითვალისწინებ პირველ რიგში? აი რა არის პირველი, რომ აი ხა კიდევ ერთი ფილიალის დამატება. ან შიგნით კიდე რაღაცის დამატება, ხო? აი რა არის საკითხები, რაც პირველ რიგში ითვალისწინებ და როგორ გეხმარება ამაში სტრატეგია? აი დაგეხმარა თუ არა? კი, აი როგორ გძნობ თავს, გინდა ქონია, გინდა არა? თუ აი ხო რა, რაღაცას მეხმარება, აი როგორ შეაფასო? შემთხვევაში პირიქით არის, ანუ გინდა ქონია, გინდა არა, ანუ არც რაღაცა, ანუ ახლოს მაგასთან არც ვართ პირიქით. მაგრამ ეგ ალბათ დამსახურება არის იმისი, რომ თავიდანვე კარგად ჩამოყალიბდით და ამაში თქვა ფულადი თუ არა ფულადი რესურსიც იყო დახარჯული, ხო?
თუ ეხა სტრატეგია უბრალოდ არის დაწერილი რაღაცა, არ ვიცი, Google-დან ამოღებული რაღაცა ზოგადი basic რაღაცები და აი გაუაზრებელი რაღაცა ფურცელზე წერია, ალბათ ეგეთი სტრატეგია გინდა ქონია, გინდა არა და უბრალოდ რაღაცა მარკის თემაა, რომ აი სტრატეგია მაქვს ან როგორც წესი რო ხდება ხოლმე, რომ რაღაცა მისია მიწერია იმაზე ვებსაიტზე მიწერია და აი всё. მან სპიკერი არის ალთას და შენ ხარ ხო, ბალტას. თუ აი ეგეთი დონეზე არის, ალბათ ხო არ გჭირდება ჩახედვა და თუ შინაარსობრივად გააზრებული გაქვს და ანუ გინდა რომ რაღაცა საერთო ხას გაყვედა არ აიჭრა, ესე რომ თქვენ თუ ანუ ცხოვრებაში ხო ეგრეა, ხო? თუ რაღაცას არ მიყვები იმ შენს რაღაც ძირთად ღირებულებებს და აქეთ-იქით გადადიხარ, იჭრები ადამიანი, ანუ რაღაცა ვერ და ბრენდზეც იგივე არის, ხო? ანუ თუ აჭრილია ბრენდი, არც იქით არის, არც აქეთ, მაშინ უკვე რაღაცა გაუგებრობაშია და ამას ალბათ თვითონ მომხმარებელიც გრძნობს. გრძნობს, იმიტომ რომ მომსახურების ბრენდში პირდაპირ ეტყობა რა, იმიტომ რომ ვიღაცა შეღიბღვერს, ვიღაცა ყურადღებას არ მოგაქცევს, ვიღაცა რაღაცა და ეგრევე გრძნობ, რომ აქ რაღაცა ვერ არის საქმე ის. ხო და აი ცალკე რო გამოვყოთ, აი რას ითვალისწინებ ხოლმე პირველ რიგში, როცა განვითარებაზე ფიქრობ? რაზე ფიქრობ ხოლმე? იცი როგორ არის განვითარების კუთხით და განვითარება მარტო ის არის გეოგრაფიული ხო არ არის, არის შიგნითაც და აი რას აკითხებს? ხო, ანუ მარტო ჰორიზონტალურ რაღაცა განვითარებას აგუწევ, გულწრფელად თუნდაც ვერტიკალურს, ხო, რომ ჩავიდეთ და შიგნით თუნდაც პროცესები იყოს გამარტივებული. მგონია რომ ეს მაგ ნაწილში თვითონ მიმდინარე პროცესებში, რასაც ატყობ, რომ გაქვს პრობლემა და რომელი პრობლემა უფრო კრიტიკულად დგას და იმ პრობლემის რა გადაწყვეტილების გზები შეიძლება არსებობდეს, მაგ კუთხით უფრო მივდივართ ხოლმე, ნუ ჩვენ შემთხვევაში, ხო? ეხლა არანაირად არ მინდა გამოვიდეს ისე, რომ თქვა ოქტოპუსი არის რაღაცა იდეალური კომპანია, პირიქით, ძალიან შორს არის იდეალურ კომპანიასთან და თუნდაც რაღაცა ესეთი გაპიწყინებულთან, ხო? პირიქით, სხვათა შორის სულ ეგრეა ხოლმე, როდესაც ახალი თანამშრომელი აყვავს თუნდაც ისეთი, რომელიც შიდა პროცესებში ერთვება, პირველი პერიოდი აქვს ხოლმე ესეთი ფორიაქი, რომ უი რამდენი რაღაცა პრობლემა ყოფილა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს პრობლემები თუნდაც ძალიან დიდი ნაწილი გარეთ არ ჩანს. მაგრამ მე რატომღაც პიროვნულად მიყვარს სულ პრობლემებზე ლაპარაკი და ნაკლებად მიყვარს ხოლმე, რომ აი ვილაპარაკო, რომ აი ეს კაია, ეს კაია. რა თქმა უნდა, მაგაზე საუბრობთ, მაგრამ აი პრობლემებს, რომ ჟარგონულად რო ვთქვა, უფრო მეტად ვაჭერთ, იმიტომ რომ იმ პრობლემებში რეალურად ხო, აი კიდე რო უფრო დიდი რაღაცა ბირთვი არ შეიქმნას იმ პრობლემის, რაც უფრო მალე მოაგვარებ და გაუსწორებ თვალს, ის კიდე უფრო ნაკლებად მივა მომხმარებლებამდეც და უფრო დაზოგავ ბევრ რაღაცა თუნდაც რესურს მომავალშიც, ხო? აი კულტურის ნაწილში მაინტერესებს კომპანიაში არსებული კულტურა, გარემო, რავი, რაც გინდათ ის დავარქვათ, არ მინდა გავართულო ტერმინებით, რა ეს არის კორპორატიული ზნე, მოდი ესე ვთქვათ. აი აქ თქვენთან რა მოსულა და რა არ მოსულა. აი გულწრფელად რომ მითხრა, შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს მოვიდეს და თქვას, რომ ეს არ მომწონს და ეს არის პრობლემა. უი, როგორ არა? კი, ძალიან გახსნილია. მე მგონია, რომ ეგ არის ერთ-ერთი ის, რაც გამოარჩევს ოქტოპუსს. აი, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს, როგორც არ ვიცი, ანუ იერარქიულად ვთქვათ, როგორც იქნება, ვთქვათ, კლუბის მენეჯერი იქნება თუ ბარის მენეჯერი იქნება თუ თუნდაც ჩემთან ან ნებისმიერ სხვასთან. ძალიან გახსნილია. იცი რატოა კიდე გახსნილი? ანუ უმრავლესობა ოქტოპუსში მაინც ან მილენიალია, ან ქვემოთ, ხო? და ვერ მოსთხოვ რაღაცა, ანუ ამ თაობას ხო თვითონ სამომები არიან და ყველა ერთი ასაკის არის. და ყველა ერთმანეთთან, ანუ სამსახურის გარეშე ძალიან ახლო არის და სხვა რაღაც სხვა ჯაჭვიც არის ურთიერთობის. და აი ამ მომენტში თქვათ, ხო, განსხვავებით თქვათ, თუნდაც დიდი კორპორაციისგან არ ვიცი, ბანკს აიღებ თუ რაღაცა სხვა ტიპის დაწესებულებას. იქ უფრო მეტი ბარიერია, რომ აი მოდი ახლა დავიცვა ეს სუბორდინაცია, ან თქვათ ამ კომუნიკაციისთვის ესე მივმართო მეილით ან რაღაცა, ან მოდი თქვათ ეს საკითხი დავაფიქსირო, თქვათ რაღაც კმაყოფილების კვლევაში, ან დავაფიქსირო რაღაცა თანამშრომელთა გამოკითხვაში და ასე შემდეგ. ჩვენთან ბევრად უფრო გახსნილია. კი ბატონო, მაგრამ ეგივე მილენიალები და ეს ჯენზი და ასე შემდეგ საკმაოდ ისეთი ხალხია, რომ ხო, თუ არ მოწოხარ, არც იტყვის. აი როგორ ხდება ეხა, რატომ მოიკლავს თავს, რომ ეხა ეს არ ვარ და რაღაცა. არა, ჩვენთან არ არის ეგრე.
არა, არ მოწონხარ, შეიძლება გითხრას, რომ თქვენ არ მომწონხართ, მაგრამ აი მაგალითად შე როგორ გძნობ ეხა რო აკვირდები გულწრფელად, ხო? ეხა ორ დარბაზში მინიმუმ ორ ადგილას ვარჯიშობ, მე სხვაგან დადიხარ, ხო, როგორც მითხარი. აი ხდება თანამშრომლების მხრიდან დაკვირვება რაღაცეებზე და რამდენად ხშირად არის, რომ იცი რა, აი ამას ვაკვირდები და ეს ცოტა სხვანაირად ხო არ გავაკეთოთ, ან ეს არ ვარგა, ან ასე შემდეგ. ხშირია ეგეთი ინიციატივები თუ ისე რა? კეთრი როგორ არის? იყოფა ორ კატეგორიად თანამშრომლების ნაწილი. ერთი კატეგორია არის, რომელიც, არ ვიცი, ეხება, არ ეხება, რაღაცა პრობლემაზე მაინც რეაგირებს. სიტყვაზე ვიძახი, არის დესკის თანამშრომელი, თელ დროს ატარებს თქვათ მიმღებში, თუმცა დაინახა რომ სადღაც გატყდა სარკე. და ანუ აიღებს ფოტოს და მარტივად თქვათ ან მესენჯერში უგზავნის მენეჯერს, ან ატყობინებს, ან რაღაც. ანუ წუხდება ამ საკითხზე, ხო? და მუდმივად ამას აკეთებს. ეს კაია. კი. არის მეორე ტიპის თანამშრომელი, რომელიც არ აკეთებს. და რაღაცნაირად, არ ვიცი, ხა მე ჩემი ხედვიდან გამომდინარე, აი უმრავლესობა მიზეზი რა არის, როგორ ზოგიერთ რო არ აკეთებს? არ ვიცი, თუმცა მე გეტყვი ჩემს დაკვირვებას. ჩემი დაკვირვებით, ანუ უმრავლესობა იმ ადამიანების, ვინც აი მაგ კულტურაში ჩვენთან ვერ ჯდებიან, მე ძალიან მალე გვტოვებენ. იმიტომ რომ როტაციაც გვაქვს, ვერ იტყვი რომ არ გვაქვს როტაცია, ხო? და აი რასაც ვაკვირდები, ყოველთვის იმ ტიპის თანამშრომელი, რომელიც ნაკლებად ცდილობს ის გარემო, სადაც დიდ დროს ატარებს რაღაცა კომფორტულად მოირგოს და ეს კომფორტში მორგება არ გულისხმობს მარტო თავისი რაღაცა პირადი სპეისის მოწესრიგებულობას, არამედ თვითონ ზოგადად კლუბზე ზრუნვას. რეალობაზე იზრუნოს. ხო. როგორც წესი, აი ძალიან მალე ეთიშება ხოლმე გონს. შეიძლება არ თვლის, რომ თქვა სათანადოდ არის დაფასებული და ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მიზეზი ესეთი რამ, რომ როცა სტრატეგია გაწერილია და იცი ბრენდის ხასიათი, ეს ძალიან ეხმარება ასევე HR მიმართულებას, რომ იცი მე რანაირი ხალხი გჭირდება. ანუ შენი ჭკუის ხალხი როგორია, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც უნდა აღასრულონ რა. აი ხა ყოველთვის ვიძახი რა, მაგალითად, ეხა რეკლამაში არ ჩამეთვლება, იმიტომ რომ მათი, ასე თქვათ, განხრა არის ჩვენი გადაცემის სპონსორი. ჩემთვის TBC ბანკი თქო, აი ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ლექციაში. მეტწილად არის ჩემი პირადი ბანკირი თეო ჯაბნიძე თქო რა. აი აქედანვე ვიძახი, იმიტომ რომ ეს გოგო არის გადასარევი გოგო, თუ თვალი არ ეცეს რა, ხო ხტები? როგორც ის იქცევა, ისე იქცევა ჩემთვის TBC-ც რა, ხო ხტები? ამიტომ ეხა მე ეს არ ვიცი ნაფიქრია და ესეთი ადამიანი მოძებნილია თუ არა, მაგრამ მაინტერესებს თქვენ თავ როგორ ხდება, იმიტომ რომ თქვენი ჭკუის ხალხის მოძებნა, იმიტომ რომ სტრატეგია გაწერილია, წესით ის უნდა გაძლევდეს რაღაცა ფსიქოტიპს, როგორი ტიპები ეძებო. აი, თქვენთან როგორ არის მაგ მხრივ საქმე? იმდენად ცუდათაა საქმე და ვერ შოულობ თანამშრომლებს, რომ ოღონდაც კი ვინმე მოვიდეს და იქნებ ადგილზე ვასწავლო? თუ აი ხდება ეს რაღაცა ფსიქოტიპი ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც ეძებთ და თქვათ გასაუბრებებზე ან სადმე ხდება დაკვირვება, რომ ეს ესეთი ტიპი არის თუ არა? ორივე. ანუ იდეალურ შემთხვევაში კი არა და ყოველთვის ვცდილობთ რომ მოვწევნოთ ის კატეგორია, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ოქტოპუსის რაღაც კულტურას მოერგება. ეს გაწერილი ფსიქოტიპი როგორ ტიპია? და ისედაც აი რაღაც სახელები გვაქვს დარქმეული და ამ სახელების მიხედვით ან ეს ტიპაჟია, ან ეს ტიპაჟია, ესე ვფილტრავთ ხოლმე. ან არის სიტუაციები, როდესაც ვიცით, რომ ალბათ ვერ მოერგება, მაგრამ რიგი ფაქტორების და გამო ხდება კლუბის წევრი და მე როგორც წესი არ ამართლებს ხოლმე. არ ამართლებს. ხო. ამიტომ აი მაყურებლისთვის ვთქვათ რა, რომ როცა სტრატეგია გვაქვს, თუ სტრატეგია არის კარგად შესრულებული და მართლა სიღრმისეულად ნაფიქრია, იქიდან აუცილებლად აი ბრენდის პერსონიფიკაცია, ბრენდის ხასიათში უნდა იყოს ისეთი მახასიათებლები მოცემული, რომლის მიხედვითაც მეგობრებო მოძებნით თქვენი ჭკუის ხალხს, ანუ თქვენაირად თვეანთებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მათზე მერე ზრუნვა საჭიროა და მათი განვითარება, მაგრამ ფსიქოტიპით რა, ყველაზე მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, თუ რაღაცა საბავშვოს აკეთებთ, იმ ადამიანებს ბავშვები უნდა უყვარდეთ რა, აი მარტივი მაგალითი რო ვთქვათ. და რაღაცა მე მგონი საერთო ღირებულების მატარებელი უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხო, ანუ ის ადამიანი რაღაც ან არაპროფესიონალია, ან რაღაც არა, შენი ჭკუის ხალხი. შენი ჭკუის არ არის უბრალოდ, თორე შეიძლება იმ ადამიანმა სხვაგან ბევრად დიდი წარმატება მიაღწიოს და
თვითონ კარიერაშიც გაიზარდოს და ასე. მოდი შენ კულტურას ვერ ერგება. ვერ ერგება. იმიტომ რომ ანუ უბრალოდ შენი კულტურის არ არის თორე. კი, მეც ვამბობ, აი და სულ მაგალითი მომყავს თუ სტუდენტებს ველაპარაკები, რომ ხო გინახავთ დიდი ვარსკვლავი სპორტიდან. გადასულა ერთი გუნდიდან მეორეში და იქ ვერ თამაშობს. ხო არ დაკარგა ის უნარები, უბრალოდ ვერ ჯდება რაღაცა ტაქტიკაში, იმაში, ამაში და სხვათა შორის ამაში ბრალეულობა მიუძღვის იმ კლუბის ხელმძღვანელობას და წვრთნელებს, ვინც ეს მოიწვია, იმიტომ რომ ვერ მიხვდა კარგად, ჩაჯდებოდა თუ არა ამ იმაზე. და გიორგის შენიშვნა ნამდვილად ძალიან კარგი იყო, მე დამავიშვა, მე თქვა შეიძლება იყოს საოცარი CV-ს პატრონი ადამიანი, მართლა საოცარი არა მარტო CV-ს, არამედ პრაქტიკული რეპუტაცია ჰქონდეს, მაგრამ თუნდაც შეიძლება აღმოჩნდეს ტოქსიური კონკრეტულ გარემოში, სადაც ის ვერ ჩაჯდება მისი ფსიქოტიპის და გამო. ის გარემო იყოს ტოქსიური. ან ის გარემო იყოს ტოქსიური, ხო, ამიტომ ორმხრივი დაკვირვებაა საჭირო, თუმცა ბრენდისგან უფრო მეტი დაკვირვება არის საჭირო რა, აი ეს ყველაფერი. მომხმარებელს რომ მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მაგით ცოცხლობს ბრენდი, ხო? აი როცა უკმაყოფილო მომხმარებლები ყავდა, ყოველთვის იქნება ესეთი რამე. როგორ ხდება რეაგირება ამაზე, რამე წესები არსებობს პოლიტიკა თუ აი რისი მეძე ხართ? გააჩნია, ძალიან დიდი ტრაფიკი გვაქვს. ყოველდღიურად დაახლოებით 4000 კაცზე მეტი ადამიანის ფეხი შემოდის და გადის, რაც საიდანაც რაღაცა ნაწილი ბუნებრივია რაღაც ფაქტორების და გამო არის უკმაყოფილო, ხო? უკმაყოფილება ოღონდ გააჩნია ეს უკმაყოფილების მერე დაფიქსირება სად ხდება, ხო? ხდება ეს არ ვიცი, სოციალურ ქსელში მოწერით, ხდება ეს უკმაყოფილების კვლევაზე ლინკებით, ხდება ეს, გამოკრული გვაქვს ჩვენ კიდე პლუს რიტეინის სტიკერები, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი და მოიწეროს, თქვათ, რა დისკომფორტით შეექმნა, ხო? თუ ხდება ეს დესკზე შეტყობინებით, თუ რაღაც მენეჯერთან შეხვედრის მოთხოვნით, თუ უბრალოდ დაფიქსირება, რომ აი რაღაცა გადმორეკვა უნდა, თქვათ, თუნდაც მენეჯერისგან ან ვიღაცა სხვისგან და ასე შემდეგ. ძალიან ფართო არის ეს უკმაყოფილების კი, ძალიან, იმიტომ რომ ბევრი кейსი არის, ბევრი რაღაცა ბევრი მომენტია, ზოგი სამართლიანი, ზოგი არასამართლიანი, მაგრამ ნუ შენ როგორც კლუბს მოგეთხოვება, რომ ბუნებრივია ყველაფერზე მისცე სათანადო რეაქცია და შეძლების დაგვარად რისი გამოსწორებაც შეიძლება გამოასწორო. ან იმ კონკრეტულ მომენტში თქვათ თუ რამე დანაშაული არის შანს ხრიდან, ან გამოასწორო, ან მოიბოდიშო, ან უბრალოდ ელემენტარული ყურადღება გამოიჩინოთ, რომ ხშირად არის, როდესაც მარტო სიტყვითაც კი იმ ადამიანს ის რაღაცა ფორიაკი ეხსნება და უბრალოდ რომ მოусმენ და რო ეტყვი რომ მესმის, მაგრამ ამ რაღაცას ან ვერასწორებ, ან რაღაცა წინააღმდეგობ, ან რაღაცა თქვათ ბარიერი გაქვს, მაგაზეც კი უკვე თვითონაც იგებს და ყვაყოფილებს. მაგრამ მაშინ ცოტა რომ დავავიწროვო, მე ვარ შესწრებული ესეთ რამეს, რომ ადამიანი მოვიდა, გოგონა, უკმაყოფილო იყო იმით, რომ მე ჩავეწერე ჯგუფურ ვარჯიშზე და დამიდასტურებს და მოვედი და შემოვედი და ადგილი არ არის, იმიტომ რომ იქ დარბაზში მოვარჯიშები ჩაწერის გარეშე შევიდნენ, ხო? აი ამ საკითხებზე როგორ ზრუნავს? ეს ძალიან რთული ამბავი არის ჯგუფური ვარჯიშების ჩაწერა. ეგ არის აი არ ვიცი, ურთულესი თემა არის. მიდის ფიქრი ამის გამოსწორებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან ის არის, ხო, ჩავეწერე, მოვედი, ამისთვის მოვედი სპეციალურად და ვერ შევდივარ, იმიტომ რომ უამრავი ხალხია, გადავირეოდი მეც. კეთხვი. აქ რაღაცა როგორ გვაქიცი, რომ ყველაზე დალაგებული, რაღაცა ძალიან ისე რო არ თქვა, ყველაზე დალაგებული ჩაწერის კულტურა არის ოქტოპუსში. რაც გულისხმობს რას, რომ გვაქვს ჩვენი აპლიკაცია, რომელიც გამოწერილი აქვს კლუბის წევრს, რომელსაც უჩანს კალენდრის მიხედვით და საათების მიხედვით, რომელ საათზე, რომელ კლუბში რა ჯგუფური ვარჯიში არის. და ნებისმიერ კლუბის წევრს შეუძლია ამ ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერა. ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერის საშუალება იწყება 1 დღით ადრე, 26 საათით ადრე. შესაბამისად, დიდწილად იმ კლუბის წევრს, რომელსაც ის კონკრეტული ვარჯიშზე უნდა ჩაწერა. თქვა აი ჩემ დას, ხო? დაყენებული აქვს მობილურზე ალარმები. რომ გაახსენოს, რომ აი 1 წუთში იხსნება ჩაწერის საშუალება. და აი ესე სკროლავს ისტორიულად, რომ მოასწროს იქ ჩაწერა. პირველი კმაყოფილება იწყება მანდ. იმიტომ რომ ვერ ასწრებს, უკვე ჩაეწერა ხალხი და უკვე შეივსო და შესაბამისად უკვე უჩნდება პროტესტი, რომ მე მაქვს აბონემენტი, მე მაქვს ამაში ნახე გადახდილი და ხელმისაწვდომობა არ არის. პირველი პრობლემა მანდ ჩნდება.
მეორე პრობლემა უკვე ჩდება, როდესაც თქვათ თუნდაც შევსებული არის ჯგუფი, ჩაწერილი ადამიანებით და ამ დროს იქ ვიღაცა ადამიანი უკვე არის, რომელიც უბრალოდ არ გამოდის. შევიდა და არ გამოდის. ამისთვისაც არის ადრე გვქონდა ამოკითხვის პრინციპი, ანუ ინსტრუქტორი თავის აპლიკაციას ხსნიდა და იმ 18 ადამიანის სიას კითხულობდა, რომელიც თქვათ ჩაწერილი იყო. თუმცა რაღაცნაირად არ ვიცი. ხო, მაგრამ თუ შევიდა დარბაზიდან, ახლა მე რამდენადაც აი რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს და გამოდიოდა და ნუ არ ვიცი, მე მახსენებდა ხოლმე ეგის რას იცი, აი სკოლაში რომ მასწავლებელი დღიურს იმას რა ქვია, ჟურნალს კითხულობდა და აი ვინ არის და ვინ არა. აი რაღაცა ეს საბავშვო ბაღის ასოციაციას მიტყვა და მე გავაკეთეთ რომ ეხლა არის ჯგუფური ვარჯიშების ოთახებში დაყენებული ტაბები. რაც გულისხმობს რომ ანუ ტაბი არის გახსნილი იქ თუ ხარ გიორგი ესეთენი ჩაწერილი თუ არის ჩანს გიორგი ესეთენი და დააკონფირმო შეხვიდე და თუ არა ხარ ესე იგი არა ხარ. მაგრამ აი ვინმეს განმარტებულია რომ აი არ არის და იციან ადამიანები როგორ არ არის მე თვითონ პროჯექტ გამიკეთებია მსგავსი რაღაცა რომ ანუ არის თქვათ რამოდენიმე ინსტრუქტორზე რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა აი ადამიანი ვერ ეწერება და უნდა რომ დაესწროს და ამიტომ დემონსტრაციულად შედის და ესწრება და ამ დროს ის რაღაცას სივრცე განსაზღვრული რაოდენობისთვის არის ხო ანუ 18-ისთვის არის იქ 24 ვერ შევა და თუ შევა 24 უკვე ნუ ხარისხი ვარდება ხო ბევრჯერ ყოფილა რომ მე თვითონაც შევსულ ვარ და ანუ მithოვია რომ გთხოვთ ეგება რაღაცნაირად დატოვოთ სივრცე თუ არ ხარ ჩაწერილი ამაზე მე თქვა რეაქცია არ ყოფილა დამიწყია იქაც რაღაცა ამ სიის კითხვა მე ამ სიაზე მოდის საშინელი აგრესია რომ რა პატარა ბავშვები ვით გვექცევით და ასე ანუ მოგეთ რთული ამბავია იმიტომ რომ მაგრამ თუ არ არსებობს გამოსავალი ეგ არის გამოსავალი რა სისტემაც გვაქვს მაგაზე კარგი გამოსავალი არ იკეთებოდეს და თქვა თუ ჩაწერილია თავის სამაჯური მიადოს და ისე შედიოდეს სხვა მხრივ ვერ შეხვიდე მაგალითად არ შეიძლება შიდა კარს გულისხმობ შეიძლება აი იოგასა და შეიძლება ოღონდ ყველა სივრცეში ვერ გააკეთებ ხო არის რაღაცა სივრცე სადაც დაკეტილია არის თქვა აი ფუნქციონალური ზონა თქვა ციტი სადაც არ შეტარდება ჯგუფური ვარჯიშები მაგრამ ამდენი საპრობლემო ციტიაში არ უნდა იყოს ხვდები ან ჯგუფური ვარჯიშიანი ან ეწერები ან ვერ ეს არის კრიტიკული მასა ვინც უკმაყოფილოა რა თანხა უნდა დასდეს ეხა ეგრო აი შეხედეთ თქვა მიდიხარ არ გიღირდეს ალტერნატივა გავაკეთოთ ხო თქვა მიდიხარ თმის შესაჭრელად ეხა დღესდღეობით თმის შესაჭრელად რა ვიცი მე ეს სადღაც აღარ მივდივარ რომ მოვედი ხო რეკავ მიდიხარ ის გეუბნება რომ ორზე გააქვს ადგილი არა მაქვს სამის ნახევარი მარტივია სკამზე ან ზის ადამიანი ან არა და როგორ დარბაზია მარტივია უფრო რომ მიდიხარ ხო მაგრამ ხო არ მიდიხარ სადღაც რომ ეხა დავჯექი და გან არა ვდგები ხო იქ არ მოსულა მაგრამ აქ ნახე ასევე მგონია რომ კომუნიკაციის ნაკლებობაში და კომუნიკაცია ამ გადაცემის მერე ალბათ უფრო მეც იფიქრებთ ამაზე იმედი მაქვს და მაყურებლებსაც უნდა უთხრა თუ თქვენ სერვის განსაკუთრებით მომსახურების ბიზნესში ხართ შიდა კომუნიკაცია კიდევ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებთან და შიდა კომუნიკაცია მომსვლელებთან რომ წესები დაიცვან რა და რატო გეუბნები იცი რომ მე მაგალითად ეხა ოღონდ პასუხი არა მაქვს მე რო ვიხთი და შეუზღუდავ ეს მაქვს რა ქვია სამაჯური თუ აბონემენტი ხო მე მგონია რომ აი რო ვარჯიშობ შვაგზაში თუ ეს სიმძიმეების თრევა მომბეს და დავინახე რომ დაიწყო თქვა პილატესის ჯგუფი შემიძლია შევარდე რა ხო არ არის ეგრე ანუ ეგრე არ ვარ გაკეთებული შეხედე 3000-ზე მეტი კლასია თვის განმო კი არა და უკვე 4000-ზე მეტი კლასია 4000 კლასზე ბუნებრივია რომ მოგინდეს ყველაზე ვერ დაესწრები. არის ხელმისაწვდომობის თემა. უბრალოდ ჩაწერისას. ოღონდ არ ვიძახი რომ მემართალი ვარ. უბრალოდ მე ასე მახსოვს და ხო იცი მომხმარებელიც ამბა რომ მითხეს რომ თქვენ იღებთ ამას ამაში შედის კლასები. არა. შედის კლასებში მგონია რომ მე დედა ეს ამაზე მითხეს რომ აი ხა იმ დღეს მითხრა იმან ალექსანდრამ მითხრა პაიჭაძემ რომ იქო პილატესის მაგარი გოგოა მწვრთნელი კი ნატალია მესიარიკოვა ხო და რა ეხა რო გამახსენდეს ეგ შეიძლება შევარდე ხო მაგრამ შეხედე აი სიტყვაზე ვიძახი ადამიანი როდესაც ბანკში მიდიხარ სესხს იღებ თუ რაღაცას პირობებს ხო ეცდობი მეტნაკლებად ხო იგივე არის ჩვენთანაც როცა მოდიხარ რეგისტრირდები ერთი არის რომ ჯგუფურ ვარჯიშს არა ჯგუფურ ვარჯიშებთან ყველა ეცნობა ანუ ეგ არის ძალიან გაწერილი გვაქვს და როცა ჯავშნი კიდეც იმ აპლიკაციაში იქაც ძალიან დიდი ასოებით წერია როგორ უნდა დაჯავშნო ცალკე მეილი მოგდის დარეგისტრირებისას რომ
ჯგუფური ვარჯიშის წესები როგორია, გამოყოფილი გვაქვს, დაწერილიც გვაქვს, კედელზეც არის გაკრებილი და პლუს ხელს რაც გვიწყობს არის რომ ის ჩვენი ლოიალური კლუბის წევრები, ვინც ძალიან დიდი ხანია დადიან, თვითონვე ძალიან კარგად შეარინგს აკეთებენ და შეარინგს აკეთებენ ამ ინფორმაციის ჩვენ და ზედმეტად აქტიურობის და გარეშე. ანუ რას გულისხმობ, რომ თქვა ჯგუფში თუ არის 20 კაციდან 18 თქვა ესეთი მოსწრებული რომელიც სულ დადის, იმორს აუცილებლად უხსნის. რომ აიცი რა, ამ ჯგუფურზე უნდა ჩაეწერო, აი ესე გახსენი, ჩამოწერე თავის გამოცდილებას უზიარებს, რომ მე იქ რაღაც ალარმს ვაყენებ, მე ის მახსენებს, ეს ჯგუფია, კარგი ისა და ანუ ერთმანეთთან socializing-ი ძალიან კარგად მიდის, რაც გონია რომ ძალიან ხელს გვიწყობს. და ზუსტად აი სტრატეგიას რო დაუბრუნდათ ხო კლუბის თემაში. ეგეც კლუბის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, რომ ის კლუბის წევრები აი ერთმანეთთან აზიარებენ, კი, ნამდვილად. გადასარევი, ანუ აქედან გაკვეთილის გამოტანა რა შეგვიძლია, რომ მარტო სტრატეგიის ქონა, თუნდაც პრაქტიკულის, რომელსაც მიყვები, არ არის საკმარისი, ყოველდღე არის დაკვირვება საჭირო და ყოველდღე რაღაც დეტალებზე ფიქრი, ხო მართალია? კი ბატონო, ერთ-ერთი ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, როგორ ფიქრობ, გავლილი 8 წლის განმავლობაში, ხო? 2016-დან არის ოქტოპუსი ჩვენთან. როგორი ემოცია დაგროვდა ოქტოპუსის მიმართ? აი, რა ემოცია აქვს ოქტოპუსის მიმართ ადამიანს, როგორ ფიქრობ? აი, სუფთა ემოციური ამბავი. მე ალბათ ცოტა სუბიექტური ვიქნები, იმიტომ რომ შენ როგორ ფიქრობ, რომ აქვს, აი რა ემოცია აქვს? გამიჭირდა პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მაინც ალბათ სუბიექტური ვიქნები, თუმცა არ გინდათ რომ გაიგოთ, ვაკეთებთ, კი, იცი რა, კვლევებს ესე სულ ვაკეთებთ და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევები, კვლევის ანალიზი და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ თუ შეხედავ ამ წლების განმავლობაში თქვათ გავლილ გზას და თქვათ იმ ეტაპს სადამდეც მოვედით, არის ის რომ დავიწყეთ ძალიან ნოლიდან, ეს ნოლიდან გულისხმობ იმას რომ არანაირი თქვათ მანამდე რაღაცა გამოცდილება არ ქონია და დღეს ვართ ყველაზე დიდი მსხვილი ფიტნეს კლუბების ქსელი და ყავს ყველაზე დიდი მომხმარებელი და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე ალბათ მაგ ნაწილში არის ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნა არის მომხმარებლების მხრიდან და კლუბის წევრების მხრიდან და როცა ხსნით ახალ კლუბს, იგრძნობა ის თუნდაც კლუბის წევრების მხრიდან აი რაღაცა ის სიხარული, რომ აი რაღაცა გეგონება აი თვითონაც ახალი სახლი შეიძინეს, ან რაღაცა ახალი მანქანა იყიდეს და აი უხარიათ რომ ახალ სივრცეში მილან, რომელიც თქვა თუნდაც დაკავშირებული არის ოქტოსთან. მაგრამ აი ესე იმიჯურად თქვათ გარედან როგორ აღიქმება, მე მაინც ალბათ სუბიექტური ვიქნები. ოკეი. და მე მგონი უნდა გაიგოთ, რომ რაღაცა. თუმცა სუმიდოდა ერთი რაღაცა მეკითხა რა, მარტო პრობლემებზე რო არ ვისაუბროთ, სხვაში დათო გოგიჩაშვილმა მითხრა რომ არ გამოგივიდეს ახლა ეს გადაცემები, დედა რა მშვენიერი და ლამაზი და მაგარი რა რა თქმა უნდა, ხო, სწორიც არის, იმიტომ რომ თუ რაღაცა პრაქტიკული, ვთქვათ, გამოსილების გაზიარება გვინდა, ალბათ პრობლემებზე უკეთესი არაფერი არ არის ამის გასაკეთებლად, მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რამ. ოღონდ გულსფრად მაინტერესებს რა, ეს არსებობს პოლიტიკა დავალებულია და წესია თუ უბრალოდ ადამიანები თავის ინიციატივით აკეთებენ ამას. ესე იგი, საკმარისია 2 კვირა არ გამოვჩთე ოქტოპუსში, ვიღაც მირეკავს, რომ ბატონო ალექს გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით, ოქტოპუსიდან გაწუხებთ, რა ხობშვიდობა გაქვს, რატო არ დადიხარ? აი, რა ხდება? ორივეა. ერთი არის რომ ავტომატიზირებულიც არის, ავტომატიზირებული არის. გაწვდით, რომ ეს კაცი არ გამოჩენილა, მოიკითხეთ? ავტომატიზირებული არის მეილის ნაწილში. ანუ, როცა შენ მითითებული გაქვს შენი მეილი ჩვენს სისტემაში და როცა ფიქსირდება, რომ თუნდაც ის დაიკარგა კაცი. ლიდერი არ დაადე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავტომატურად მოგდის, თქვათ მეილი, რომ რა ხდება რაღაცა. მეორე არის უკვე თვითონ შეხსენებით ის არის, რომ არის თქვათ აი სიტყვაზე ვიძახი, თქვათ ხო ვისაუბრეთ ანუ ინფორმირებაზე, ხო, მომხმარებლის. ხშირად არის, რომ თქვათ მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეუძლია აბონემენტის გაყინვა. ანუ რომ არ შეუძლია რომ თქვათ ხო რომ არ გაუც, ანუ წავიდა სადღაც არ ვიცი დასასვენებლად. ხო, აი ხო ხედავ და შეუძლია რომ გაყინოს და ეს ჩვენგან ურეკავთ, იმიტომ რომ თუ არ ახარ, მოდი გაგიყინავ ის ერთი კვირა და როცა დაბრუნდები, ის ერთი კვირა დაგებრუნდება. მოკლედ კომუნიკაცია ამოსაწევია ჩემი აზრით, მაგრამ
ასევე მინდა ვიკითხო, ეს ძალიან სასიამოვნოა, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ თუნდაც რემაინდერი, რომ ანუ შემახსენებელი რომ მოდის, რომ 3 დღეში მთავრდება ვადა და ესეც ძალიან კარგია, მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ბრენდისგან ეს ურთიერთობა, რომ ის გითა ვიღაცა შენს მაგივრად ფიქრობს, ყურადღებით არის. ასევე ძალიან კარგი იყო ჩემთვის და ყველას ვეუბნები, რომ შემხდება ხოლმე იქ დარბაზში ნაცნობები, რომ კაცო რა კაია. მე მაგ ხერხებლის პრობლემა რა, ესე იგი რაგბის თამაშობდი, თიაქარი და ასე შემდეგ და ერთხელ არ მახსოვს ვისთან, მაგრამ რამოდენიმე თქვენი თანამშრომელი იყო ერთი დესკის, მე მგონი დანარჩენი ინსტრუქტორები და თქვი რომ არ ხდება მეთქი დაკვირვება რომ ადამიანებს ეს პრობლემები რო აქვს და იქნებ ისეთი ტრენაჟორი იყოს რომ ეს ვერტიკალური დატვირთვები არ იყოს თქო რა და ეს ამ საუბრის მე 1-2 თვე არ ყოფილვარ რა იმიტომ რომ წელი მეტკინა ვიტკინე წელი დამირეკეს რომ სად დაიკარგე მეთქი წელი ვიტკინე მეთქი უიო ჩვენთანო შეწუხდნენ ძალიან და თქვენთან არ მიტკენია ნამდვილად არის სხვა იყო მიზეზი ძველი ტრავმა გამეიმას მაგრამ რო დააბრუნდი, როცა ესე ვიძახი ხოლმე, კურთხევა მომცა ჩემმა, ასე თქვა, რეაბილიტოლოგმა, რომ მოვედი დამხვდა, თუნდაც აი ხელების ტრენაჟორი, სადაც ჯდები და ბიცეპს ავარჯიშებ, ხო? მანამდე ის არ იყო. და კიდე რამოდენიმე ტრენაჟორი დამხვდა, რომელმაც გამიადვილა ვარჯიში ისე, რომ ხერხემაზე დატვირთვა არ მქონოდა რა. ხო და იმის მერე სულ მაინტერესებს, ამის დაკვირვება ხდება თუ უბრალოდ დაამატეთ სპონტანურად? არა, დაკვირვება ხდება. დაკვირვება ხდება. ერთ თვეში რომ ხო კიდე ახლები დაგხვდება, კიდე აღშეკვეთილები. ისე რაც უფრო მეც დაამატებ, სადაც ხერხემაზე ნაკლები დატვირთვა, მით უკეთესია. აი შეხედეთ თუნდაც აი სანდროეულის ფილი, რომელიც 8 წლის წინ გაიხსნა და გადაძეძგილია ტრენაჟორებით, იქაც კი, თქვათ ერთ თვეში ახალი ტრენაჟორები ჩამოდის, კი არ ნაცვლდება, თქვათ ძველი ახლით. ემატება, იმიტომ რომ ის ანუ როგორც ვთქვა, რაღაცა ხო ცოცხალი ორგანიზმია, ხო ეს კლუბიც. ტრენაჟორი ბრენდის ცოცხალი ორგანიზმია. სულ რაღაცა ჭირდება. ის ტრენაჟორიც იხვეწება, რაღაცა 2023 წელს კიდე ახალი რაღაცა მოდელი გამოვიდა, იმიტომ რომ თვითონ ის ტექნოჯემიც ან Life Fitness-იც თვითონ იხვეწება და ისიც ცდილობს, რომ ახალი მოდელი გამოუშვას, უფრო დახვეწილი, უფრო რაღაცეებზე ორიენტირებული და შენც უნდა აყვე, ხო? იმიტომ რომ ბაზარზე გამოჩნდა ახალი და მოდი მოხმარებელს. არ ხდება ის, რასაც მე ვეძახი და ბრენდინგი ეძახი, სხვისი გათვალისწინების კულტურა. ანუ აკვირდებით მოხმარებელს, ეს სხვა არის მოხმარებელი და მე თქვათ ამის მიხედვით უკმაყოფილებთ რაღაცა იმას ხელს უწყობთ, რომ უკეთესად ივარჯიშოთ. ეს ძალიან კაია და ეს ყოველთვის გააკეთეთ, მეგობრებო, რა ბიზნესიც არ უნდა იყოს. სხვისი გათვალისწინება ეს არის ნომერ პირველი კულტურა, რაც ბრენდს უნდა კონდეს და ეს უნივერსალური წესი არის. და ბოდიში მანდაც დავამატებ რას, შეხედე რომ ან თვითონ აი თანამშრომლებზეც რო ვისაუბრეთ, ხო? ძირითადი მსგავსი ფიდბექები მოდის ხოლმე ყოველთვის თანამშრომლებისგან. ოღონდ მანდაც შეხედე როგორ არის აი თქვათ რამდენად მარტივი კომუნიკაციაო. აი სწორზე ვიძახი, ისე კი არ არის რომ მოდი ვისურვოთ რომ რაღაცა იგება ის დაგონოთ. აი შეიძლება ცუდად ვიძახი, მაგრამ ყელი გამოგჭრას იმ ტრენაჟორს ან იმ რაღაცა ინვენტარს თუ არ იყიდი, იმიტომ რომ იცის რომ ის საჭიროა და შენც უნდა დაგაჯეროს რომ ის საჭიროა და იცის რომ შეიძლება ეხა რობოტ თხოვნით გითხრას, უცებ ამოგივარდეს თავიდან და არ გაგახსენდეს და აი რომ გეუბნება და გაფუშენგებს რომ არა საჭირო და ხო არ და მიღებლობა კარგია ამისი, იმიტომ რომ მაგაძე უკეთესი კვლევას ვერავინ ვერ გააკეთებს. როცა ადამიანი ძალიან აგრესიულად და ესე ფუშენგით გეუნება რაღაც, იმიტომ დარწმუნებული ვარ, მაგაზე უკეთესი კვლევარები თქვენ არ ხო და თან ანუ როცა ადამიანი ესე დარწმუნებულია, ნიშნავს რომ იცის რომ ის სიმართლე და არა 7-მა კაცმა თქვა რომ ეს რო იყოს, კაი იქნებოდა, ან შეამჩნია რომ ეს ისა. გიორგი, რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, ძირითადი საკითხები, აი რო გითხრა რომ ტოპ 3 რომელზეც არასოდეს მოდუნება არ შეიძლება და ყოველდღე უნდა გახსოვდეს, როცა ბრენდს აშენებ და საქმეს აკეთებ. ზირა პირველი ალბათ არის რაღაცნაირად პულს ხელის კოჭერა, ანუ მომხმარებლის რა ხდება, ხო? იმიტომ რომ მაგას როგორც კი რაღაცნაირად დაკარგავ მომხმარებელს, რაზეც რეალურად დგას მთელი ბრენდი, ხო? მეორე არის განვითარებაზე ზრუნვა, ანუ არასდროს არ უნდა მოდუნდე და არ უნდა თქვა, რომ ის რაღაცა სტატუს კო რაც გაქვს, კაია და შე რაღაცა პირველი ხარ, ან წარმატებას მიაღწია და მოდი რაღაცა დავასტაბოთ. არ დამყავდე. არ დაასტაბილურდე, იმიტომ რომ ხო, ზუსტად ან თავში არ აგივარდეს, ან რაღაცა მსგავსი, ხო?
და მესამე არის რაღაცნაირად ზრუნველობითი ნაწილიც იგულისხმება როგორც თანახმშრომლების ნაწილში, ისევე მომხმარებლის ნაწილში, რა ეს ზრუნვის ფაქტორი არასოდეს არ იყოს დაკარგული. რთულია ხა ამდენ რაღაცაზე ერთად ალბათ კონცენტრირება, მაგრამ აი ეს სამი მგონია რომ ისეთია, რომელიც ჯადაყველის ჭამაო, როგორც მამაჩემი იტყვა და ისიც ჭადი თუ ცივია, კიდე არ ვიცია, ხო. კარგი და აი შენი გამოცდილებით ხა ოქტოპუსი შენი პირველი საქმიანობა ხო არ იყო თქვა ამერიკაში ცხოვრობდი ახსენე და ასე შემდეგ რა. აი როგორ ფიქრობ რა არის ის ძირითადი უნარები უნივერსალურად რაც ყველა ბრენდის მშენებელს ბრენდის მმართველს ჭირდება აი უნარი ალბათ ცოტა შაბლონური პასუხი იქნება მაგრამ ორი რაღაცა ერთი არის ცოტა hard worker-ი იყო ანუ არ უნდა დაგეზაროს შრომა მით უმეტეს როცა რაღაცას შენიარი და შენაკეთებ ეს ხო არ არის რაღაცნაირად 9-დან 6-მდე სამუშაო, ხო? მე ჩემი გასაკეთებელია და ერთის ხრივ კარგია, იმიტომ რომ თავისუფლება გაქვს, მაგრამ მეორის ხრივ ცუდია, იმიტომ რომ მაინც სულ სტრესში ხარ. ანუ 24 საათი ეს ტვინი არ ჩერდება რა. იმიტომ კი არა რომ თქვა 24 საათიანია ოქტოპუსი. უბრალოდ აი ტვინში რაღაცა მაინც სულ რაღაც ან იდეა გიტრიალებს, ან რაღაცაზე წუხარ და ის 6 საათზე ის შენი სამსახური არ მთავრდება. რის გამოც არის უნდა მაგისთვის მზად იყო რომ აი ეს მუდმივი პროცესი და მუდმივი რაღაცა პრობლემის გადაჭრა იქნება თუ რაღაც განვითარებაზე ზრუნვა hard working-ის ამ skills-ში გქონდეს და მეორე არის არ ვიცი ქართულად აი passion როგორ არის ვნება ხო აი ვნება ხო იმიტომ რომ ეგ ვნება თუ არა გაქვს მე ეგ ვნება ალბათ რაღაცნაირად ენერგიას გმატებს და ის ენერგია მე უკვე ამ რაღაც მამოძრავებელი იდეას ვეძახი მე ხო მამოძრავებელი იდეა ხო აი არ ვიცი ქონდა მაგათ აი ხამე რო ცოტა არ გეძინება რაღაცის გამო რაღაცა იდეა რო გაწუხებს და აი არ გეძინებ აიგაც უნდა გქონდეს ხო ეხლაც ეგრე მაქვს რომ ეს ჩემი ასე ვთქვათ ხელობა ბრენდები ჩემი მამოძრავებელი იდეა არის რომ არის ესე უკეთესი საქართველო და ამას ხსნი ასე რომ რაც უფრო მეტი ბრენდია, იმიტომ რომ ბრენდი, კაი ბრენდი, ცუდი ბრენდი სხვათა შორის არასწორია რა. ბრენდი ან ხარ ან არ ხარ, იმიტომ რომ ბრენდი ყველა, მაგრამ ილია ჭავჭავაძეც არ იყოს კაცი, ესე გართულდაო რა, კაცურის დამატება დაჭირდაო, ხო იცი, რაღაც ეს ამბავია. და მე ვიძახი რომ რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ქვეყანა, იმიტომ რომ ბრენდი ნიშნავს სამუშაო ეთიკას, ადამიანებზე ფიქრს, ზრუნვას და ასე შემდეგ. აი ოქტოპუსის მამოძრავებელი იდეა, passion რა არის, აი იმიტომ რომ ეს ხო თქვენიდან გამომდინარეა დამფუძნებლებიდან გამომდინარე. თვითონ ოქტოპუსის ვიტყოდი რომ არის ის საქმე რასაც აკეთებს, იმიტომ რომ მართლა კარგ საქმეს აკეთებს. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხო? იმიტომ რომ ანუ იმდენად კარგი რაღაცა, რომ ბევრი სხვა ტიპის კომპანია, რომელიც რაც არ უნდა ან ბრენდი იყოს, ან წარმატებული იყოს, ვერ დადებს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, ხო თავს. ეს მართლა ბუნებრივად აკეთებს ძალიან კარგ საქმეს და ძალიან ბევრ ადამიანს აბედნიერებს, ძალიან ბევრ ადამიანს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. მანამდე უნდა დაამუღამებინონ. ხო რა ძალიან რთულია. ოქტოპუსის თავარი როლი ეგ არის, რომ შეაყვარო ადამიანს ვარჯიში. ძალიან რთულია და კიდე ანუ ცოტა ცუდი რაღაცაც რომ ვთქვათ, მეორე არის რომ შეიძლება უბრალოდ იმ ადამიანს, რომელიც რაღაცა თუნდაც სტრესით მოვიდა შენთან, იმდანაც უცებ ცუდი გამოცდილება მიიღოს შენთან, რომ პირიქით უკან წავიდეს უარეს კონდიციაში. დავშვი ეს კითხვები, რომ რა ხდება, როცა მოდის ადამიანი. ეგ ძალიან კრიტიკული სიტუაციაა ხოლმე, როდესაც მოდის ადამიანი, გადადგა ნაბიჯი, რაც არ არის. ეხლა ერთი კვირა კაი დაკვალიანება არ უნდა იყოს ისეთი ძალისხმევა, რომ არ ღირდეს ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ჩასახუტებლად. ხო, მაგრამ აი რთულია ხო ხდები, იმიტომ რომ დღეს მაინც ანუ არ არის თქვა ბოლომდე კულტურაში გამჭდარი, თუნდაც ვარჯიში და ბევრ ადამიანს უწევს საკუთარ თავთან რაღაცა ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც მოვიდეს სავარჯიშოდ და იქ თუ არ დახვდა უცებ რაღაცა ხელგაშლილი ესეთი კულტურა, ხო? მე უარესად რაღაცნაირად იკეტება და საერთოდ რაღაც არც ვარჯიში და არც რაღაცა სხვა ის არ კონდეს. გასაგებია და ბოლო კითხვა, რატომ უნდა ააშენო ბრენდი? რატომ უნდა იზრუნო ბრენდის შენებას? საინტერესო შეკითხვა. რას გაძლევს, რომ ხარ ბრენდი? საინტერესო შეკითხვა. ესე არ დავფიქრებულ, ვარ ალბათ გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ალბათ რაღაცა რეალიზაციის
როგორ გითხრა, არ უნდა ვთქვათ, თუნდაც ბიზნეს ენაზე არა, აი. არა, ხო, ალბათ აი რაღაცა რეალიზაციის კმაყოფილებას გაძლევს, ესე რომ ვთქვათ. ანუ აი მაგალითად შენ რო უცხო ადამიანს ხვდები და ეუბნები რომ ოქტოპუსის ფლობელი დირექტორი ვარ და თუ რეაქცია არის, ვიცი რაღაც ხო, ეს არ ვეუბნები ხო. არა, რატო? არ ვიცი, არ ვეუბნები ხო. ძალიან ხშირად არის ხოლმე, ბოთ როცა თვითონაც იძახის რომ დავდივარ ოქტოპუსში, არ ვეძახი ხოლმე თუ არ იცის. იმიტომ რომ მაინტერესებს გულწრფელი ფიდბექი, რა სიტყვის ისე, რომც არ იცოდეს რომ თქვა დაკავშირებული პირი ვარ და ისე რას. კაი, რას გაძლევს ბრენდი? რას მოგცემს? ეხა უცებ ალბათ აი კმაყოფილების რაღაცა რეალიზაციის და კმაყოფილების მიქსია რა ამ ჩემი გაკეთებულია? ალბათ ხო რაღაცა მსგავს. არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ადამიანის რაღაცა ერთობლიობის, ხო. იმიტომ რომ ბრენდი ალბათ მანამდეც ხო თქვით ანუ ესეთი ხელს ხო ვერ მოკიდებ, ხო? ეხა თქვათ აი ემოცია, ხო, რეპუტაცია, კი ბატონო, და თქვათ ხა მაგიდა რო გააკეთო, იდეაში, რა ვიცი, როცა ხო მოსინჯოს. ხო, ეხა მეც რო გადავიხადო თან შენს ან ვიღაცამ და ასე რომ, აი ამ მაგიდას შეგვიძლია გააკეთოს ნებისმიერ, მაგრამ იმ ბრენდს ხო ვერ გააკეთებს ყველა, ხო? ამიტომ გაძლევს ალბათ იმ რაღაცა უნიკალურობას და იმ რაღაც რეალიზაციის გრძნობას, რომ აი შენი რაღაცა გაკეთებულია. შეიძლება კარგი, შეიძლება ცუდი, თავისი პლუსებით, მინუსებით, მაგრამ შენი გაკეთებულია. თუ კმაყოფილება და მოწონება დამსახურებული? კი ბატონო, და ამ კმაყოფილებას და მოწონებას მოყვება ხოლმე სტაბილურად მომხმარებლის მოხმარება. ეს არის სტაბილური მზარდი გაყიდვები და ნუ ეს არის ეს ქვემოთ bottom lines რო ეძახიან პოზიტიური ციფრი. ამიტომ ვაშენოთ ბრენდი. მე ერთს ვიტყვი ბოლოს, რომ თქვენ და სხვა ეს ფიტნეს ცენტრები თუ კლუბები კარგ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ არის თქვენი დამსახურება, მაინც ამ კულტურის განვითარება, რასაც მე ვაკვირდები, უფრო მეტი ხალხი ვარჯიშობს. თუმცა ვისურვებდი, რომ მეტი ისაუბროთ აი ამ თემაზე, რომ აი რატომ უნდა ივარჯიშო, როგორ ანაირად. მე ვიტყვი ჩემი მხრიდან, მეგობრებო, ივარჯიშეთ აუცილებლად, როგორც შეგიძლიათ, Nike-ისა არ იყოს, just do it. იმიტომ რომ ეს ფიზიკური ჯანმრთელობის და ჯანის გარდა გაძლევთ სწორედ მენტალურ ჯანმრთელობას და twins ტექნიკურ დონეზე, ეს ნეირონების დონეზე, ეს ფიზიკური ვარჯიში უფრო ავითარებს და ბევრ ამის გადაგატანიებთ და გაგაძლებიებთ. მე მაგალითად ვთვლი, რომ ინგლისში MBA ძალიან ინტენსიური წელიწად და 2 თვეა იქ. მე რო გაუძელი და გადავიტანე და 75 კაციდან 33 დარჩენილში დავრჩი, ეს იყო ვარჯიშის რაგბის დამსახურება და შესაბამისად ძალიან გირჩევთ, რომ ბრენდინგის და სტრატეგიის სწავლასთან ერთად ივარჯიშოთ კიდევაც ყოველთვის. დიდი მადლობა გიორგი, საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის. დაგველოდეთ შემდეგ გადაცემაში გვეყოლება კიდევ ახალი სტუმარი, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას.